გამარჯობა, მოგესალმებით ეკომეგობრული პოდკასტიდან, რომელსაც წარმოგიდგენთ სპეციფიური ნარჩენების მართვის ასოციაცია Wasteless-ი. მე მისი წამყვანი ნინო ბარჯაძე ვარ და დღეს ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა გავლენა აქვს კლიმატის ცვლილებას და ზოგადად გარემოს ცვლილებას მთებზე. ჩვენი სტუმრები არიან ბატონი კახა არცივაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია ნაკრესის წარმომადგენელი და ჯიპას გარემოს დაცვის პროგრამის ხელმძღვანელი. ჩვენი მეორე სტუმარი იქნება ნიკა ბაინძე, თასვლელი, რომელიც ასე ვთქვათ, პრაქტიკაში რა ხდება მთებზე, ამას მოგვიყვება. ბატონო კახა, ზოგადად რომ დავიწყოთ კლიმატთან დაკავშირებით, რა ხდება და რატომ? ხო, ცოტა გძელი და ცოტა შორიდან შემოუვაროთ. თემური კითხვა ხო. ნუ ვიღათ რომ ვთქვათ, და მარტივად ბოლო 200 წელია ადამიანის საქმიანობა ინტენსიურად დაკავშირებული არის ნამარხი ნახშირწყალბადების, ნახშირის, გაზის, ნავთობის მოპოვებასთან და მათი გამოყენებით ინდუსტრიული პროცესების წარმართვასთან. ხა ეს წიაღისეული, რომელიც მილიონობით წლის განმავლობაში სადღაც მიწის ქვეშ იყო შენახული, შეიცავს დიდი რაოდენობით ნახშირბადს, იმიტომ რომ ეს არის სუბსტანცია, რომელიც წარმოიქმნა მილიონი წლების წინ და სხვადასხვა ორგანული ნივთიერებების, ასე ვთქვათ, სხვადასხვა პროცესების შედეგად ჩამოყალიბდა და ბუნებრივია შეიცავს დიდი რაოდენობით ნახშირბადის, ასე ვთქვათ, წარმოებულებს, რომელთა წვის შედეგად წარმოიქმნება ნახშირორჟანგი და ეს ნახშირორჟანგი გამოიყოფა ატმოსფეროში. ხლა კლიმატის ცვლილება თავისთავად ეს არ არის რაღაცა წარმოუდგენელი ფენომენი, ეს იყო არის და მომავალშიც აუცილებლად იქნება მიუხედავად იმისა, ადამიანი რა საქმიანობს და რას არ საქმიანობს. და ეს დამოკიდებულია სხვადასხვა ასტრონომიულ მოვლენებთან, დედამიწის ორბიტის რაღაც გარკვეულ მერყეობასთან, დახრილობის კუთხის ცვლილებებთან, აქვს სეზონური, ასე ვთქვათ, ციკლური ხასიათი არის, ეს არსებობს ეგრეთ წოდებული მილანკოვიჩის ციკლებს ეძახიან ამას, ეს 24000 წლიანი ციკლი, როცა გამყინვარება იწყება, დათბობის პერიოდი მოდის, ისევ იწყება, ისევ და გათბობის პერიოდი დგება და ასე შემდეგ. არის კიდევ უფრო ხანგრძლივი ციკლები, რომელიც შეიძლება 58000 წელს მოიცავდეს და არის ციკლები, რომელიც 500000 წელსაც კი შეიძლება მოიცავდეს და უფრო მეტსაც კი. ანუ 200 წელი ძალიან ცოტაა, ხო, ბუნებრივი ციკლები. რა თქმა უნდა, მაგრამ აი რაც ბოლო 200 წლის განმავლობაში მოხდა, ამან ძალიან დააჩქარა ეს პროცესები, უბრალოდ მოგეხსენებათ, რომ 24000 წლის წინ დაახლოებით დასრულდა ბოლო გამყინვარების პერიოდი, დაიწყო შედარებით დათბობის პერიოდი და ამ დათბობის პერიოდის ბოლოსკენ ვართ, სადღაც ითვლება, რომ 2000-3000 წელიწადში უნდა ისევ დავიწყოთ აი ამ გამყინვარების პერიოდისკენ წასვლა ბუნებრივად. ამ ციკლების გათვალისწინებით და ამ პროცესში ასევე გარკვეულ როლს თამაშობს ნახშირორჟანგის კონცენტრაცია ატმოსფეროში. რაც უფრო მეტია ეს ნახშირორჟანგი ატმოსფეროში, მით უფრო ძლიერდება ეგრეთ წოდებული სათბურის ეფექტს ეძახიან ამას. ეს სათბურის ეფექტი ეს არის ფიზიკური მოვლენა, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რომ მზის ენერგია, რომლის ხარჯზეც არსებობს, თქვათ, აი თუნდაც კლიმატის ჩამოყალიბება ხდება, ცოცხალი სამყაროს ფორმირება ხდება და ასე შემდეგ, აი ეს მზის სხივები, ასე ვთქვათ, შთაინთქმევა უბრალოდ ისინი ათბობენ ზედაპირს, მერე ეს ზედაპირი გამთბარი ზედაპირიდან წარმოიქმნება ინფრაწითელი გამოსხივება, რომელიც ადვილად შთაინთქმევა ამ ნახშირორჟანგის მიერ. და რაც წარმოქმნის იმ კლიმატს, რომელშიც ჩვენ შესაძლებლობა გვეძლება, იმიტომ რომ არ იყოს ეს სათბურის ეფექტი, რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, დაახლოებით 32-36 გრადუსით უფრო დაბალი იქნებოდა ეს საშუალო წლიური ტემპერატურა, ვიდრე გვაქვს. აი უხეშად რომ წარმოიდგინოთ, აი საქართველოში ჩვენ გვექნებოდა დაახლოებით ისეთივე კლიმატი, როგორც არის ალასკაზე. ალასკაზე ბევრად კიდევ უფრო დაბალი. რა თქმა უნდა, ძალიან ცივაა და ჩვენთანაც ანალოგიურად ეს ძალიან ზუსტად შეფასებული და დადგენილი ფენომენია. ბევრ, ასე ვთქვათ, სამეცნიერო კვლევებს ეყრდნობა და ყოველგვარი ეჭვგარეშეა. ეს პროცესი ხანდახანობით არის ხოლმე ამაზე ხუმრობა არის კლიმატ სკეპტიკოსების თერიანი, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ძალიან ცოტა ესეთი მეცნიერული
თეორია და შედეგი მეცნიერულად დასაბუთებული როგორც ეს პროცესია. ამისი თქვა სანდოობის მაჩვენებელი არის დაახლოებით 97%-ის პარგლებში. ძალიან მაღალი მაჩვენებელია და ესეთ ფენომენი ხა ჩვენ სხვა პლანეტებზე მაგალითად ვენერა რო აიღოთ პლანეტა ვენერა რომელიც დედამიწას ძალიან გავს თავისი ზომით, ფორმით და ასე შემდეგ, იქ საშუალო წლიური ტემპერატურა 400 გრადუსია იმის გამო რომ ეს კლიმატის ჩამოყალიბება ხდება ძალიან ნახშირორჟანგი ძალიან მდიდარ ატმოსფეროში. ჩვენთან თუ ძალიან დაბალია ნახშირორჟანგის კონცენტრაცია, ვენერა ძალიან მაღალია, ამიტომ თითქოს აი ამ ორ პლანეტას ზოგიერთი ასტრონომია დებსაც ეძახის, რომ თითქოს ერთნაირი კლიმატი უნდა იყოს, აი ესეთი მაღალი კონცენტრაცია რო არ იყოს CO2-ის, ვენერაზე უნდა იყოს აი ესეთი ტიპიური ტროპიკული ტყეებით, ძალიან ცხელი ტროპიკული კლიმატი, სადაც სასიამოვნო იქნებოდა, მაგრამ ამის ნაცვლად შესაძლებელი იქნება. იქ არის ჯოჯოხეთი 400 გრადუსია საშუალოდ და წარმოუდგენელი ასე და სწორედ აი ამ სათბურის ეფექტს აქვს ეს შედეგი გამოწვეული. რა თქმა უნდა, როდესაც კლიმატი იცვლება, ეს ნახშირორჟანგის კონცენტრაცია სინქრონულად მიყვება ეს გრაფიკები, რომ ნახოთ თუ ცივდება ატმოსფერო, ნახშირორჟანგის კონცენტრაცია კლებულობს, თუ იზრდება, ნახშირორჟანგის კონცენტრაციაც იზრდება, მაგრამ აი გეოლოგიური კვლევები ამას აჩვენებს, რომ ის ცვლილება, რაც მოხდა ბოლო 100 წლის განმავლობაში, ნახშირორჟანგის ცვლილება, საშუალოდ ხდებოდა დაახლოებით ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება სწრაფ შემთხვევაში შეიძლება მომხდარიყო მაგალითად 10000 წელიწადში და როგორც წესი ხდებოდა 1 მილიონ წელიწადში. აი, რაც ჩვენ კაცობრიობამ 200 წელიწადში გავაკეთეთ. ბოლო 200 წელიწადში. ბოლო 200 წელიწადში რაც შევცვალეთ ეს ნახშირორჟანგის შემცველობა. ეს ინდუსტრიალიზაციის მერე კი ბატონო, აი არსებობს ეგრეთ წოდებული ამას ეძახიან PPM ერთეულებს, ანუ თუ აიღებთ აი ჰაერში არსებულ მილიონ მოლეკულას, რომელიც სხვა გაზებისგან წარმოდგენილი მოლეკულებით არ წარმოდგა, მილიონიდან სადღაც 280-დან 300 მოლეკულამდე უნდა იყოს ნახშირორჟანგი. ბუნებრივად ასე იყო 200 წლის წინ. დღეს ეს მაჩვენებელი არის ასული დაახლოებით 420-430, ხა დიდ ქალაქებში შეიძლება უფრო მაღალიც კი იყოს, ხო? აი ასეთი ნახტომისებრი ზრდას, როდესაც 100 ერთეულით იზრდება, საშუალოდ გეოლოგიური კვლევები მყინვარებში ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ ამას სჭირდება როგორც წესი 1000-ით 1000 წელიწადი და აი სამწუხაროდ იმის გამო, რომ ჩვენ კაცობრიობამ ყოველწლიურად ძალიან დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგის გამოფრქვევას ვახდენთ, მოვახდინეთ ამის ცვლილება და ეს პროცესი სულ უფრო იზრდება და იზრდება, იმიტომ რომ მოგახსენებათ ეკონომიკა მსოფლიოში იზრდება, პოპულაციაც მოსახლეობა რა თქმა უნდა იზრდება და აი ეს თუ თქვათ იგივე ახლა ჩემი სტუდენტობის პერიოდში პირველად როდესაც იყო ესეთი მონაცემი, რომ კაცობრიობის მიერ გამოფრქვეული ნახშირორჟანგის რაოდენობა გადააჭარბა ვულკანებს, ამ მსოფლიოში რამდენი ვულკანიც არის, იმის მიერ გამოფრქვეული ნახშირორჟანგის რაოდენობას არავინ არ დავიჯერეთ სტუდენტებმა, მაშინ ძალიან სკეპტიკურად შევხედეთ, რომ აი როგორ შეიძლება რომ კაცობრიობამ უფრო მეტი ნახშირორჟანგი გამოაფრქვიოს ატმოსფეროში, ვიდრე ვულკანებს შეუძლიათ ამ უზარმაზარ ვულკანებს ძალიან დიდი რაოდენობით ვულკანებიც ემატება კიდე ამას. რა თქმა უნდა და ეს ახლა წარმოიდგინეთ აი რიცხობრივად რო შეხედოთ აი ეს რაღაც ციფრებზეა ლაპარაკი. მაშინ იყო ლაპარაკი 5-დან 7 გიგატონამდე, ანუ კაცობრიობა გამოაფრქვევდა იმ პერიოდში 5-დან 7 გიგატონას, ანუ ტონებს თუ გადავიყვანთ ერთეულებში, ეს ძალიან დიდი ციფრია, იმიტომ რომ ბუნებრივად ვულკანები, ბიოსფერო, მოგეხსენებათ ჩვენ ყველა ცოცხალი ორგანიზმები, როდესაც სუნთქავთ, გამოვყოფთ ნახშირორჟანგს, მცენარეები ამაში თანთქავენ და ეს ბუნებრივი ციკლი არის სულ 600 გიგატონა. მეტი კი არ არის გლობალურად. და აი ამ 600-ში 5 გიგატონა მოდიოდა ვულკანებზე და უცებ აღმოჩნდა რომ ადამიანმა 7 გიგატონა და დღეს არის ეს ციფრი 55 გიგატონა, წარმოიდგინოთ. ანუ 10-ჯერ უფრო მეც გამოაფრქვევს კაცობრიობა, ვიდრე გამოაფრქვევდა როცა მე სტუდენტი ვიყავ. ხო, ეს თან ხო ჯამდება, ანუ მეც ხშირად ვთქვამთ ჩემთვისაც, რომ აი ეგრე ვულკანებიც აფრქვევენ, მაგრამ ის ვულკანებიც აფრქვევენ და ჩვენ კიდე ხო ზებოდან რა თქმა უნდა და შედეგად ის მოხდა რომ აი დაახლოებით თან ახლა ეს ხო ესეთი პროცესია CO2 გამოიფრქვა, მე მცენარეებმაში თანთქმეს, მე მსოფლიო ოკეანეში თანთქმავს კიდე ძალიან დიდი რაოდენობით. ეს უსასრულო პროცესი არ არის, ოკეანის შესაძლებლობა რომ თანთქას ეს ზედმეტ ნახშირორჟანგი ასევე შეზღუდულია. და უკვე უახლოვდებით იმ ზღვარს, როდესაც ოკეანის ძალიან გაუჭირდება ზედმეტ ნახშირორჟანგის შთანთქვა და
დაახლოებით ითვლება, რომ ატმოსფეროში ჩვენ დავტოვეთ კვალი 400 გიგატონის ოდენობით, რომელიც აი ამ რაოდენობის დიდი ნაწილი გამოიფრქვა ბოლო 15 წლის განმავლობაში. იმიტომ ეკონომიკა ხა სოფლიო ეკონომიკა რო შეადაროთ ხა 80-იან წლებს, ან ჩინეთი საერთოდ სასაცილოდ კი არ იყო როგორც ეკონომიკა და ეს არის მეორე ეკონომიკა. ხო, იქ ინდოეთია, იქ ბრაზილია, იქ ინდონეზია, უზარმაზარი ახალი ეკონომიკები გაჩნდნენ, მათ შორის ის ძველი ეკონომიკების აგრძელებენ ზრდას, ძალიან დიდი რაოდენობით ენერგია ჭირდება ყველა ამ ეკონომიკას და ენერგიის ძირითადი ნაწილი მსოფლიოში გენერირდება სამწუხაროდ ნახშირის და გაზის წყალობით, აი გერმანიის ენერგეტიკას თქვენ თუ აიღებთ, დაახლოებით 50%-ზე ცოტა მეტი მოდის ნახშირის ენერგეტიკაზე, ანუ ნახშირს. ჯერ კიდევ ნახშირი. კი, რა თქმა უნდა, ეს მარტივი არ არის ამის ჩანაცვლება, უზარმაზარი ეკონომიკები. ხა საქართველოს გამონაკლისია, იმიტომ ჩვენი ენერგიის ძირითადი ნაწილი მოდის ჰიდროენერგეტიკიდან 80%-მდე ჩვენ ჰიდროენერგეტიკის გზით ვახდენ ენერგიის გენერირებას, ელექტროენერგიას გვაქვს. ფაქტიურად ძალიან ცოტა გვაქვს, მაგრამ ისეთ ქვეყნები, როგორც არის ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი, რუსეთი, კანადა, იაპონია, ინდოეთი, ჩინეთი, ნუ იქ რა თქმა უნდა, ეხლა უზარმაზარი ნაწილი უჭირავს ამ ნახშირის ეკონომიკას და ეს ყველაფერი აგრძელებს და სულ უფრო მეტი და მეტი ენერგია ჭირდება ამას ყველაფერს, იმიტომ რომ ადამიანები მდიდრდებიან, რაც უფრო მდიდარი ადამიანი, მით მეტი ენერგია ჭირდება, რაც მეტი ენერგია ჭირდება, საიდანღაც ამ სექტორმა ენერგია უნდა მოიტანოს. ხოლო პირველი ყველაზე მარტივი გზა არის, რომ ამეთ ნახშირი დაწვან. რა თქმა უნდა, ეხლა ამ ბოლო წლებში მიმდინარეობს ზის, ქარის და ეს ენერგეტიკის განვითარება, მაგრამ ეს სექტორი, 10%-ზე ზემოთ არ არის ჯერ სოფლიო ენერგეტიკულ ბალანსს თუ აიღებთ. ეს ძალიან შედარებით მცირეა, თუმცა რა თქმა უნდა, ნახტომისებრად ვითარდება. ევროკავშირი ძალიან სწრაფად მიდის, მაგრამ სხვა შორის ჩინეთი მიდის ძალიან კარგი. ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერია აბსოლუტურად ყველას ასწრებს ამ მიმართულებით და ამერიკას შედარებით кайხანია. მედიოდა, მაგრამ ახლა ტრამპმა ეს ყველაფერი შეაჩერა, რა თქმა უნდა და თulis რომ ეს ყველაფერი რაღაც ცნობილი скеპტიკოსია, скеპტიკოსი შეიძლება არ არის, მაგრამ თulis რომ ენერგეტიკაში, აი იცით რა არის ეს ალტერნატიული ენერგეტიკა, ესეც стереოტიპია, ითვლებოდა რომ ზვირია. დღეს ალტერნატიული ენერგეტიკა გახდა უფრო იაფი ვიდრე ნახშირი და გაზი, მაგრამ რა თქმა უნდა არის ხა ინდუსტრიები, აი ხა წარმოიდგინეთ მარტივად რო თქვა, აი ვიღაც მააშენა ნახშირის ელექტროსადგური, ხო? ამ ელექტროსადგურს აქ თქვა რაღაც დრო ჭირდება, რომ ინვესტიცია ამოიღოს. მე რაღაც დრო ჭირდება, რომ მოგება ნახოს, ხო? ეს ამას ჭირდება საშუალოდ 30-დან 50 წლამდე. ხა ვიღაცა 20 წლის წინ ქარხანა ააშენა, მას ჭირდება დრო, რომ ეს ფული ამოიღოს, ცხადია ეს ქარხნები ვერ დაიკეტება, ვერ გამოირთვება ეს თბოსადგურები და ასე შემდეგ და ეს ეკონომიკაა და ამიტომ როდესაც მიდიხარ და ეუბნები, რომ არა შენ ნახშირი უნდა გამორთო და ახლა მზეზე იმუშაო, ეს მარტივია, ესე არ ხდება. პროცესია გადასვლა. აი ბოლოს კიდე იმითი დავამთავრებ, ახლა შეიძლება ყველას გაუგია ეს პარიზის შეთანხმება, ხო? ხაიდანაც გამოვიდა ამერიკა, ხო? დიახ, პარიზში, არაპირულად არა მეორედ მინდა გითხრათ, იმიტომ რომ აი მაგიც იმდენად რთული ეკონომიკური პროცესია, რომ მე მიუხედავად იმისა, რომ გარემოს დამცველია, მე მაინც მესმის რატო ეს რთული, იმიტომ რომ პარიზის შეთანხმების მთავარი არსი მდგომარეობს რაში, რომ ქვეყნები, რომლებიც აი დღეს აი 55 გიგატონას გამოაფრქვენ და მათ შორის არიან აი ეს მონსტრები, ხო, ეს სოფლიოს უდიდესი ეკონომიკები, წამყვანი ეკონომიკები, დიახ, ისინი იღებენ ვალდებულებას, რომ აი ეს გამოფრქვეული ნახშირორჟანგის რაოდენობა შეამცირონ და დაიყვანონ ისე დონემდე, რაც იყო 1991 წელს. ანუ ეს ურთულესი ამოცანაა, ხო? შესაძლებელია საერთოდ, ანუ ხო, საქართველოს და სომხეთს გვაქვს წარმატება ამ მიმართულებით. იმიტომ რომ არც აუცილებელი ვართ. ორი ეკონომიკა მსოფლიოში, რომელმაც ეს მოახერხა, მაგრამ მოახერხა იმის ხარჯზე, რომ ჩამოგვეშალა ორივე ქვეყანას ეკონომიკა. დღეს საქართველოს აფრქვევს 30%, 35%, იმისი რაც ჰქონდა 91 წელს. ხო, მაგრამ სხვები აწარმოებენ ჩვენს ნაცვლად და მაგიტომ ხო, რა თქმა უნდა, ამიტომ ახლა ამ უზარმაზარი ემისიების შემცირება და დაყვანა 91 წლამდე ეს ურთულესი ტექნოლოგია
ტექნოლოგიური ამოცანა, ხო, ბენზინის ძრავებზე, დიზელის ძრავებზე უნდა უარი თქვა, დახშირის ენერგეტიკაზე უარი თქვა და ურთულესი ამოცანაა ეს, მარტივი არ არის. თუმცა გასვლაც არ არის გამოსავალი ამ შეთანხმებიდან. ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს გასვლა არის უფრო ეკონომიკური ეფექტია, იმიტომ რომ აი ეს რაღაც საერთოდ გარემოს დაცვა არის დამატებითი ხარჯი, ხო? რა თქმა უნდა, ეკონომიკას ყოველთვის ეკონომისტებს არ უყვართ გარემოს დაცვა, იმიტომ რომ ეს ყოველთვის დაძენმეტი უძვირებს ხარჯს. რა თქმა უნდა, ამიტომ ისინი ყოველთვის კონკურენტული აღარ არის ეკონომიკა, როგორც კი ის ხდება ძალიან გარემოს დაცვითი ორიენტაციის, უჭირს უკვე ეკონომიკას კონკურენცია გაუწიო რაღაც აი ველურ წარმოებას, რომელსაც არ ადორდებს არც წყალი, არც აერი, არც ტყე, არაფერი, ხო? გაქვს ნარჩენი გადააგდე, წყალი დააბინძურო, ჩაასხე მდინარეში, ჰაერი დააბინძურო, გამოაფრქვი. მარტივი ხო, გამოსავალი. და როცა იწყებ აი ამის გასუფთავებას, გაწმენდას, მე ამაზე ზრუნავს, რა თქმა უნდა, ზედმეტი ხარჯები არის არ უყვარს. ამიტომ პარიზის შეთანხმების მიღწევა არის ურთულესი ამოცანა, აი წარმოუდგენლად რთული ამოცანა, მაგრამ ნუ რა ვიცი როგორ გითხრათ, რო არ მივაღწიოთ ამ შედეგს, ალბათ ნუ საუკუნის ბოლოს ძალიან ვისწრაფოდეთ მაინც ძალიან სულ შედეგებს მივიღებთ. და ეს ეკონომიკა, რომელიც დღეს გვაქვს და გვიხარია, რომ თქვა შეგიძლია თეთრინავში ჩაჯდე და მაგალითად სადღაც წახვიდე ან თუნდაც მანგო მიირთვა, ან ავოკადო მიირთვა, ან ბანანი მიირთვა. თვითონში კი რა აგერ გოგონები გაფრინდნენ კოსმოსში. გაისეირნენ. ხო, მაგრამ ეს უფრო ეკონომიკურად უფრო იცით როგორ არის, აი ხა წარმოიდგინეთ, რომ ეს ყველაფერი თანამედროვე ცივილიზაციის სიკეთეებია, ხო? ჩვენ ყველანი შევეჩვევით იმას, რომ სტუდენტებს შეიძლება ვეუბნები ხოლმე, რომ ჩვენ ცხოვრება არის როგორი, ხა ჩვენ საკვებზე უკვე ძალიან ცოტა დროს ხარჯავთ, ხო? ხა რო აიღებთ ველური სახეობა, მაგალითად ის დროის 80% ხარჯავს საკვების შოვნაზე. ჩვენ მაგდენ დრო არ გვჭირდება, იმიტომ რომ თუ გაქვს შესაძლებლობა და შემოსავალი, მოხდე სახში გააღე მაცვარი ამოიღე რაღაც პროდუქტი, გააცხადე და მიირთვე, ხო? ეს მოიტანა ცივილიზაციამ და აი ეს ცივილიზაცია შეიძლება ძალიან ადვილად ჩამოგვეშალოს და ძალიან ადვილად გაგვიჭირდეთ, გავღარიბდეთ, მიწას დაუბრუნდეთ ერთიან და მეორეა გავღარიბდეთ, როდესაც ჩვენ შთამომავლებს უკვე აღარ ექნებათ იმის საშუალება, რომ მაგალითად მიირთვას ბანანი, ან მიირთვას რაღაც პროდუქტი, აი თუნდაც ხორცის წარმოება, ხო? შეიძლება ისე დეფიციტური გახდეს, იმიტომ რომ იმდენად შეიცვალოს კლიმატი და იმდენად შეიცვალოს ეკოსისტემები, რომ ის რესურსები, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ და ბევრ რესურსს ვიყენებთ ჩვენ დღეს. ზედმეტს. არა მარტო ზედმეტს, აი ხა ხორცის წარმოება გამიგზავნა, მაგრამ აი ამას ხორცის წარმოება სჭირდება სასოფლო-სამეურნეო მიწების ნახევარი, რო წარმოიდგინეთ. და გაითვალისწინეთ, რომ დღეს დედამიწაზე ცხოვრობს 2 მილიარდი ადამიანი, რომელსაც ხორცი არ ჭამია საერთოდ. თვალით არ უნახავს, თქვათ, რაღაც შემწვარი ქათამი ან შემწვარი ხორცი, ან მოხარშული. და აი ეს 2 მილიარდი ადამიანი სიგარების ზღვრიდან რო გამოვა, მათ ასევე უნდა ხო ისინიც რო იშოვიან შემოსავალი ექნებათ, მათაც უნდა ზედმეტ პროდუქტები და ამას ჭირდება ახალი და მეტი რესურსები და ჩვენი რესურსები არის აი ძალიან ახლოს ვართ რა იმ ზღვართან, რომლის იქითაც კაცობრიობას ძალიან გაუჭირდება. საქართველოს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ნახევარი არის საძოვრები, რო წარმოიდგინეთ. იმიტომ რომ ხორცის პროდუქცია გვჭირდება. და რო გაზარდო ეს პროდუქცია, რთულია და რო არ დაკარგო კიდევ უფრო რთულია, იმიტომ რომ თუ საძოვრები შეგიმცირდა და დაკარგა იმ თაში პრობლემებზე როცა საუბრობთ, ეს არის პირველ რიგში ეკოსისტემების ცვლილება, რომელიც შეიძლება მოხდეს და ამ ეკოსისტემების ცვლილება შეიძლება მოყვეს რა, რომ ჩვენ დავკარგოთ ის სავარგულები, რაც გვაქვს. თუ ჩვენ საძოვრების ნაცვლად გვექნება ნახევრად დაბნოები, ანუ დაბნოები, ამ თაში მაგალითად ალპური საძოვრების ნაცვლად გვექნება ნაშალები და კოდით დაფარული ესეთ ზონა, რომელშიც მცენარეულობა ვეღარ იქნება, ცხადია, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოყვანა კიდევ უფრო გაჭირდება. ხორცის პროდუქტების დამზადება კიდევ უფრო გაჭირდება და ეს გლობალური პრობლემაა. როცა საუბრობენ კლიმატის ცვლილებაზე, რატომღაც ყველას თავში მოსდის, რომ აი ოკეანის დონე მოიმატებს და რაღაც ქალაქები და აი ეს არაფერი ხუმრობაა იმასთან შედარებით, რაც შეიძლება მოუვიდეს ბიომრავალფეროვნებას და ეკოსისტემებს და თუ ესე ჩამოიშალა, ახლა დავკარგავთ აი წარმოუდგენელი რაოდენობით
რესურს, რომელსაც ჩვენ დღეს ვიყენებთ და გვჭირდება. და უფრო მეტი და მეტი გვჭირდება, იმიტომ რომ ის 2 მილიარდი ადამიანი. ისედაც მზარდი პოპულაცია. მოდის და მათ ახლა ის თუ გამდიდრდა ჩინეთი რო ახსენეთ ახლა ჩინელი 30 წლის წინ ხორცს არ ჭამდა. დღეს უკვე მსოფლიოში ყველაზე მეტი მანქანა ჩინეთში იყიდება, ხო? შესაბამისად, მათ უნდათ ხორცი, მათ უნდათ ავოკადო, მათ უნდათ ბანანი, მათ უნდათ, არ ვიცი, ქართული ღვინო, მათ უნდათ ბრაზილიური ყავა. ხო, და ამას ყველაფერს რესურსი ჭირდება და თუ აღარ იქნება ეს რესურსი, რა თქმა უნდა, ამ ხალხს ყველას გაგუჭირდება. საერთოდ ამ კლიმატის კრიზისის აღქმა უჭირს მართლა მოსახლეობას ძირითად შემთხვევებში და აი სულ ამბობენ ხოლმე რომ ისედაც ხდება, ისედაც ხან გამყინვარება, ხან დათბობა, მაგრამ აი ზუსტად ახლა რაც ახსენეთ, ხო, დროის მონაკვეთში რა დაჩქარებულია და ვერც ერთი ცოცხალი სახეობა ფაქტია რომ ვერ ვასწრებთ ადაპტაციას ამ ყველაფერთან, ეგ არის ჩვენი პრობლემა. ყველაზე ჩარჩო კონვენციის მიზანი რომ ნახოთ თქვენ იქ წერია ძალიან საინტერესო რაღაცა. რომ კონვენციის მიზანი არის რომ შეზღუდოს ადამიანის მიერ გამორჩეული ნახშირორჟანგის რაოდენობა იმისთვის რომ ეკოსისტემებს კონდეთ დრო შეეგუონ ახალპირობებს. ხო, აი ამას ამბობ მეც სულ რომ ყველაფერს შეეგუება პრინციპში, რა ვიზახთ ხოლმე. პირიქით არის, ხო, სინამდვილეში ეს ყველაფერი ჩვენ იმისთვის უნდა ვეცადოთ რომ ეკოსისტემებმა მოასწრონ ადაპტირება ამ ახალ გარემოსთან. შორის ამ ეკოსისტემებს შორის ვართ ჩვენც ადამიანებიც. ყველაზე თვალსაჩინო ალბათ არის ხოლმე მთაში და აი მართლა ეს რაღაცა მყინვარების კლება როგორ ხდება, ალბათ იქ უფრო მეტად შეიმჩნევა რა. საინტერესო საუბარს მოსვენდი ამ წუთას და როგორ გითხრათ, პრაქტიკული კუთხით რო შეხედოთ, ჩვენს ესე ლოკალურად მიუდგები საკითხს და საკმაოდ ისეთი ექსტრემალური პირობები გამოჩნდა და მოგვიწია ასე ვთქვათ პირისპირ დაჯახება ამ ყველაფერთან და ალბათ ეს პრობლემა კიდე უფრო და უფრო გამძაფრდება რა. ანუ ჩვენ მქონდა შემთხვევები ხა თუ გავიხსენებ, თბილისშიც იყო, აგერ დევდორაკის მყინვარი იყო, სვანეთში იყო რამოდენიმე შემთხვევა და ადრე თუ იყო მაგალითად სადღაც კონკრეტული ადგილი, სადაც თქვა ზვავი ჩამოდიოდა და ადამიანმა იცოდა რომ ეს ადგილი საშიშია, დღეს ეს შეიცვალა. აი წეგან საუბრობდით ჩვენ რომ უკვე ალოგიკური გახდა დედამიწასთან, ასე ვთქვათ, კომუნიკაცია და ურთიერთობა იმ კუთხით, რომ დღეს არ იცი სად რა მოხდება. ანუ ვერ გათვლი წინასწარ. წინასწარ ვერ გათვლი და თუ იყო თქვათ ის თიდან და ჩემი სფეროდან გამომდინარე, რომ რაღაცა მწვერვალზე მარშრუტი არსებობდა, სადაც სპორტულად შეგეძლო მიდგომოდი ასულიყავი და რაღაცა შენი მაქსიმუმი გაგეკეთებინა, დღეს შეიცვალა. დღეს ფიზიკურად აღარ შეიძლება, აი ალპებში არის, ამბობენ რომ ძალიან მოხშირებული მსგავსი რაღაცები, აი მონბლანზე იყო, შარშან თუ შარშანზე საერთოდ რაღაც პერიოდი დაკეტეს მთლიანად, იმდენად ხშირი ქვათაცვენები იყო. კავკასიას ეს რას უკავშირდება, ანუ მყინვარების გლობალური დათბობა არის ალბათ, ეს უფრო მეცნიერული სჭირდება, ვთქვია. კომენტარი, მაგრამ მთლიანობაში ძალიან ისეთი სიტუაციაა რა, ანუ აი კავკასიონზე არის რამოდენიმე ადგილი, რაც თქვათ კრიტიკულად ისეთია საყურადღებო არის იგივე იმ ადამიანებისთვის, ვინც თქვათ მთაში ცხოვრობს დღეს. საუკუნეები ცხოვრობენ ადამიანები და არაფერი არ ხდება. და იმისთვის ძალიან ძნელი აუხსნა, რომ იცი რა, აქ ეხლა ძალიან საშიშია ცხოვრება და უნდა აიბარგო და გადაიბარგო სხვაგან. აი წეღარ ვახსენეთ, რომ ოკეანის სიმაღლე იწევს ანუ 1 სანტიმეტრიც გლობალური კატასტროფა არის და თან კიდე მეორე თემა, რაც მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ეს მტკნარი წყალი არის, რომელიც თვალსა და ხელშუა რაღაც ჩემი პრაქტიკიდან, აი მყინვარწვერზე დავდივარ ყველაზე ხშირად, ხო? აი ის მყინვარი რაც უნდა გაიარო, აი გერგეტის მყინვარი, აი თვალნაცვლით ჩანს რომ კლებულოს. ჩვენ ხო რეალურად ვაქედან ვიღებთ ამ მტკნარ წყალს და მარტო ჩვენ არა, მთელი მსოფლიო მაგაზია. კი შეიძლება ტექნოლოგიურად რაღაცა ფილტრებით და ასე შემდეგ აი ახლო აღმოსავლეთში როგორცა ტექნოლოგია დახვეწო და მიიღო ეს წყალი, მაგრამ ამ ტექნოლოგიას მე კიდე თავისი გვერდითი მოვლენები აქვს, რადგან თქვენ წეგან საუბრობდით და ეს ჯაჭვურად არის ერთმანეთზე გადამული და
ძალიან დიდი პრობლემაა რა თქმა უნდა. ხო, და თან ყველა, ანუ მართლა გლობალურად ყველა ეხა ალპებიც ახსენე, კავკასიონიც ახსენე და ყველგან აი ჰიმალაიაშიც მაგალითად ადრე იყო რაღაც მთები, რაზეც ძალიან რთული იყო ასვლა. დღეს ცოტა გამარტივებული არის შედარებით, ესეთი ციფრებით რო აიღო, კაური არის ესეთი მწვერვალი და ან იმათ ითვლება, ხო? ანუ ბევრად მეტი ადამიანი ადის, ვიდრე აქამდე ადიოდა, იმიტომ რომ ეს უფრო მეტად დათბა, ქონდა ჩვენ შემთხვევა ესეთი ხანტენგრი არის, ერთ-ერთი პირველი გასვლა იყო, ბევრჯერ მომიყოლია და მithქვამს ჩვენს იქ ყოფნის დროს ძალიან დიდი ჩამოინგრა ვთქვათ და რაღაც ცხოვრება დასრულდა რა. ეს ყველაფერი მოხდა ისე დროს, როცა ვთქვათ არ უნდა მომხდარიყო. ანუ იმ მომნაკვეთს ჩვენ ღამე გადიხარ, იმიტომ რომ ცივა, იმიტომ რომ ყინვა არის, ზე რომ მიუდგება უკვე აღარ უნდა იარო და ამ შემთხვევაში იყო ისე რომ სწორ დროს როცა უნდა გვიარა ჩვენ არ წავედით, სხვები წავიდნენ და მოხდა ეს შემთხვევა. მსგავსი შემთხვევები ძალიან ბევრი არის და ამიტომ რთული გახდა ეს სფეროც, ანუ ჩემი ესე ვთქვათ ხედვიდან და საქმიდან გამომდინარე ვისაუბრებ. უფრო მეტად რისკები მოიმატა და ის ადამიანები, ვინც მთაში ცხოვრობენ, მეტი ესე შრომა უწევს და ჯაფა უწევს, თუნდაც საკვები მიიღოს და თუნდაც გადარჩნენ. ამ თემასაც მინდა შევეხო საქართველოს მაგალითზე, იმიტომ რომ მაინც პატარა ცოტანი ვართ, არ ხდება რაღაც განათლება ადამიანების და გააზრება ამ ყველაფრის თუ რამდენად მნიშვნელოვანია და რამდენად დიდი რისკების ქვეშ შეიძლება აღმოჩნდეს და ესეც ერთ-ერთი ისეთი საკითხია, რომელიც ალბათ ადრე თუ გვიან მოგვარებადი იქნება ის რომ თქვათ მოსწავლე მიცოდეს, როდის არის თქვათ საშიში დინარეზე გადასვლა და როდის არა. და ეს ისეთია რა, ანუ პრაქტიკაში, ანუ ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, პრაქტიკაში გვიწევს ამ ყველაფერთან შეჭიდება, შეჩვევა იქნება ეს თუ წინააღმდეგობის გაწევა, ეს სხვა საკითხია, მაგრამ რეალურად მოგვიწევს შეჩვევა, იმიტომ რომ ადამიანები წეღარ ვახსენ რომ 200 წელიო დედამიწისთვის არაფერი არ არის რა. არაფერი, ხო, ჩვენთვის არის საფრთხე. ეს ფრაზა როა ხოლმე რომ გადავარჩინოთ დედამიწა, ანუ სულ მაგას ვამბობ, რომ რა უნდა შენ თავი გათორ დედამიწა ძალიან კარგად გაუმკლავდება ყველაფერს, აქაც გამკლავებია. ჩვენ თუ მოვახერხებთ ამ ადაპტაციას, თორე დედამიწა გადასარევად ხედავს თავის თავს და რაც ამ ბოლო დროს ეს აქტივობები დავიწყე, ასე ვთქვათ, ხო, მანდ წავაწყდი იმას, რომ მართლა ძალიან ბევრი სკეპტიკოსი ადამიანია, რაღაცა მითებად ეჩვენებათ ეს კლიმატის კრიზისი და წეღანაც მაგას ვამბობდით, რომ სადღაც ქალაქში რო ზიხარ, შენთვის მართლა რთულია. ნუ კი ზაფხულში უფრო მეტად გცხელა, ვიდრე მანამდე გცხელოდა შეიძლება და თოვლი არ მოდის. მაქსიმუმი ეგ შეხება გაქვს რა, მაგრამ კომფორტს მივეჩვეთ, იგივე საკვებთან დაკავშირებით ადრე ნადირობდი, მიდიოდი იმისთვის, რომ გადარჩენილი ყავი და გიარსება და დღეს ფუფუნების საგანი გახდა რა, ბანანის მაგალითი არის რა. ჩვენთან ბანანი არ იზრდება, ხო? ხო, მაგრამ გაქვს ყველაფერი. ხო, და ეგ ის ხარჯზე და რა გრძელ პერსპექტივაში რა გიჩდება მე ეგ ბანანი, მაგ არის. და ეს რაღაცა ფილოსოფიური მიდგომაც მნიშვნელოვანია ალბათ, რომ სოფხედველობა შეგვეცვალოს და უფრო მეტად შეგვიყვარდეს ეს ჩვენი პლანეტა იქნება თუ ცოტა სტრაფარეტული ნათქვამია, მაგრამ რეალურად უნდა დავაფასოთ ის რაც არის და გავუფრთხილდეთ და სამწუხაროდ დღეს ეს ხო, თან მე რაღაც ისეთ გამოსავლებს პოულობთ ხოლმე, მაგალითად ახლა იმ დღეს ენერგეტიკაზე ვსაუბრობდით წინა ეპიზოდში სტუმრებთან და რაღაცა კონდიციონერების სტატისტიკა გააჟღერა სტუმარმა, რომ რამდენი დაყენდა სიტყვაზე, რამდენიმე წლის წინ და რამდენი დაყენდა შარშან. ანუ ცოტა რაღაცა წრეზე სიარულს გავს, რომ ვებძვით კლიმატის კრიზისს დაგვცხა და ვაყენებთ კონდიციონერებს, რომელიც პირიქით ანუ ემისიას გიმატებს, მე კიდე უფრო გცხელა და ანუ ეს არასწორი მარტო მე ვთვლი რომ რაღაც არასწორი გადაწყვეტილებებით ვებძვით ყველაფერს. რა არის ახლა ჩვენ უნდა გამოვიდეთ რეალობიდან, ხო? ახლა ტრამპის პოლიტიკას ერთი კარგი აქვს, ბევრი ცუდი აქვს, მე რომ მკითხოს კაცმა, მაგრამ ერთი ძალიან კარგი აქვს, რომ რეალურ პოლიტიკაზე დაყავს ყველაფერი. რეალობაა ეს. ახლა მაგას ვეღარ გაექცევი იმას, რომ მივეჩვიეთ რა. ხო, მაგრამ ხო უნდა შევცვალოთ, ხო არ შეიძლება რომ რაღაცა. მესმის, მაგრამ ამას ჭირდება ძალიან სერიოზული პარადიგმის ცვლილება, რომ ადამიანებმა გავიგოთ ყველამ რა სერიოზული საფრთხის წინაშე ვდგავართ.
თორე თქვენ სწორი ბრძანეთ რა, რომ ჩვენ მეც მაგას ვამბობ ხოლმე, რომ ბუნებას დაცვა არ უნდა, იცით, აი ბუნება არის ვაჟამ როგორც თქვა მძანებელია, ხო? აი წარმოიდგინეთ, რომ ესპარინგები მსოფლიოს ჩემპიონს მძიმე წონაში კრივში. აუცილებლად მოგიგებს რა, თავის გზა აქვს რა. თავისას გაიტანს. ჩვენ ვიგზავნოს ყველაში, რას არ უნდა ფიზიკურად ძლიერი იყო ადამიანი, ახლა მაიკ ტაისონს ვერ მოერევი რა. ბუნებაც ეგრეა, მოგერევა აუცილებლად და ბუნებისთვის ახლა თბილისის გარშემო იქნება ტყეები თუ იქნება ნახევრად უდაბნოები, საბოლოო ჯამში სულ ერთია. ჩვენ ვიდარდოთ, ჩვენ როგორ ვიცხოვრებთ, თორე დედამიწას კიდევ უარესი კრიზისები გადაუვლია და უარესი კლიმატური პირობები გადაუვლია. ყოფილა დრო, როდესაც მთელი დედამიწა ყინულით იყო დაფარული და იყო პერიოდი, როდესაც ბევრად უფრო ცხელოდა. არც მაშინ გამქრალდა სიცოცხლე და არც ახლა არ გაქრება, გარწმუნებთ, მაგრამ როგორც წესი ერთი რამე უნდა ვიცოდეთ, როდესაც ხდება ესეთი გლობალური კრიზისები, როგორც წესი იკარგება დომინანტი სახეობა. და დღეს დომინანტი სახეობა დედამიწაზე ჩვენ. კი, რა თქმა უნდა, როდესაც ესეთი გლობალური კატასტროფები ხდება, გადაშენების პირას დგება დომინანტი სახეობას, ყოველთვის ესე იყო, გეოლოგიური წარსული რო ნახოთ პალეონტოლოგიამ, ყოველთვის ეგრეა, დომინანტი სახეობა პირველი ისქრება. ესე რო ვქნათ, რომ ჩვენ არ ვიყოთ დომინანტები. ჩვენინებით რომ დავიხიოთ. ჩვენ ალბათ ის უნდა ვქნათ, რომ განსხვავებით დინოზავრებისგან ცოტა მეტი ჭკუა გვაქვს. ფაქტია რომ არ გვაქვს. მე მგონი ფაქტია რომ არ გვაქვს, არა? რა ვიცი, ახლა დინოზავრებს არ ჩაუგენიათ. რეალობა სამწუხარო, ანუ სუბიექტურად ვთქვა, ესე არის, რომ არ აი კიდევ ამ ყინვარწვერს ვერ ვწდები რა, მოკლედ. აი დევდორაკის ყინვარის შემთხვევა როცა იყო, როდესაც ჩამოიშალა დიდი მასა და სამწუხაროდ ადამიანები, რომლებიც თავის გზაზე მიდიოდნენ, ესე ტრაგიკული შემთხვევა იყო. მთელი ბავშვობა ხშირად დავდივარ მან და სულ უყურებდი ხოლმე ეს დიდი კლდე არის იმაზე დარიალის ხეობაში და გზასავით ჩანს გაჭრილი რა და ვერ ხვდებოდი რა იყო და სულ მეგონა რომ აი ასა ლეგენდები ხო არის ადამიანის ეს ფანტაზიები რომ იქ ეტყობა რაღაცა ციხე რაღაცა და აღმოჩნდა რომ სადღაც საუკუნის წინ თუ რომელი წელს იყო მსგავსი შემთხვევა მოხდა და უბრალოდ ეს მყინვარის მასა ესე მარტივად არ გადნა და იმ სიმაღლეზე იყო ასული ეს გზა რომ იქ გადიოდა გზა რაღაც 150 მეტრის ზემოთ არის და ანუ მსგავსი ანუ ბუნება თვითონ კარნახობს ნიშნები გაქვს რა და სამწუხარო არის ის რომ ჩვენ ამ ნიშნებს არ ვითვალისწინებთ აი ცოტა არ მინდა რასაც სხვა სფეროში გადავიდე რა იგივეა ჩვენს დედაქალაქში ჩვენს ქალაქშიც რამოდენიმე წლის წინ იყო ის ტრაგედია რაც დაატრიალდა რა ვიცი გავითვალისწინეთ მინიმალურად ალბათ რა და ეს ისეთი საკითხია რომ მგონია რომ ინდივიდუალურად ყველა ადამიანი აი მაგაზე ვთქვა ყველა ადამიანს ყველა ინდივიდს უნდა ეხებოდეს და ფიქრობდეს ამაზე და მერე მეტი შანსი გვექნება რომ დინოზავრების ბედი არ გავიზიაროთ ხო ცოტა უფრო გონივრული მიდგომები კაი მაგალითია მეც თუ შეიძლება კი აუცილებლად კამაგ ისტორიას გავაგზავნებ ეგ ისტორია მე-19 საუკუნის 50-იან წლებში მოხდა და იმხელა წყალი იდგა იმ ხეობაში ეს დარიალში დევდორაკის ჩამოშლის შედეგად რომ დაგუბებულმა წყალმა ბოლოს რო გაანგრია მთელი ვლადიკავკაზე წაიღო იმ ხეობაში წყალი წავიდა და მთელი ვლადიკავკაზი რუსებს აქვს დაღწერილი ეგ ისტორია და როდესაც მან შენდებოდა დარიალ ჰესი და ლარსი ჰესი ჩვენ გქონდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების განხილვა იყო ყაზბეგში და რამდენიმე გარემოსდამცველი ვიყავით ასულები და ხალხს შევხვდით და ეგ ისტორია მოუყევით ზუსტად რაც თქვენ ძანეთ რომ აი საუკუნეში ორჯერ საშუალო გეოლოგები ესე იძახიან რომ საშუალო საუკუნეში ორჯერ დევდორაკი იშლება და გამოდის ზუსტად იქ სადაც გამოდიოდა და როგორც წესი ის ელექტროობიექტი შენდებოდა იმ ადგილას და უთხარით კაცო აუცილებლად მოხდება ეს ისტორია რა იმიტომ რომ უწევს რა ხო და ისეთი დაპირისპირება მოგვივიდა იქ კომპანიის მუშები იყვნენ ვინც იქ ამ გზას და ამ გვირაბს აშენებდნენ რომ თქვენ ახლა თბილისიდან ჩამოხვედით და გინდათ რომ აქ უმუშევრად დაგტოვებთო რა ჩვენ რა ვქნათო და
ანუ ადრე პირიქით ხდებოდა ადგილობრივები თხოვდნენ აგვაშენებინათ. ვეჩხუბნენ ხალხი, რომ აი თუ კაცო დაგვანებით დავიდე და მე სამწუხაროდ აღმოჩნდა ის რაც მოხდა ზუსტად 2 წელიწადში მოხდა ეგ ისტორია. დაწყებული იყო ის კი, მშენებლობა დაწყებული იყო და მათ შორის ის მშენებლები ხა ჩვენ შეხვედრაზე მონაწილეობდნენ, არ მონაწილეობდნენ, ეგ არ ვიცი, მაგრამ მათ შორის რამდენიმე მშენებელი დაიღუპა ზუსტად აი ამ ინციდენტის გამო, რომელიც მოხდა. და კიდევ ერთსაც დავამატებ, რომ აი ესეთი ექსტრემალური მოვლენები, რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, დიოდორაკის ჩამოშლა იქნება. აი კლიმატის ცვლილებისთვის დამახასიათებელია ის, რომ აი ესეთი ექსტრემალური მოვლენების რაოდენობა თუ საუკუნეში მაგალითად 2-ჯერ ხდებოდა, 4-ჯერ მოხდება. ახლა 4-ჯერ მოხდება, ან 5-ჯერ მოხდება. აი შეიძლება მთელი 100 წელი ისე გავიდეს, რომ არაფერი არ მოხდეს, მაგრამ ზედიზედ მე 5-ჯერ მოხდეს. ან თუ აი ვერესხეობა საშუალოდ ითვლება, რომ საუკუნეში 2-ჯერ ახდენს ესეთ კატასტროფულ, რაც მოხდა 2015 წელს, ხო? და შეიძლება ახლა მოხდეს თქვა 10 წელიწადში ერთხელ უკვე, იმიტომ რომ ეს როგორც წესი აი ესეთი ექსტრემალური მოვლენების სიხშირე იმატებს და ამას მოყვება პროგნოზირებაც რთული გახდა უკვე რა. ხო, აი ედმიდო წეღანაც ამბობდი, რომ რაღაცა კი არსებობს ეს შესწავლა. ანუ რაღაცა არსებობს, მაგრამ არის აი პრაქტიკიდან გამომდინარე ვიძახი ისე, რომ აი სვანეთის მაგალითზე იყო 80-იან წლებში ძალიან დიდი ზვავი წამოვიდა მულახის ერთ-ერთ თემში, ადამიანები იქაც ტრაგიკულად დასრულდა. გადმოსახლდნენ სხვაგან, თუმცა ეხა ისევ დაიწყეს ნელ-ნელა დაბრუნება. თავისუფლად შეიძლება დღეს ისეთი რეალობა არის, რომ აი ანომალიური სიტუაციები ხდება ხოლმე, ანუ სადაც არ არის თოვლი, იქ მოდის, სადაც თოვლია, იქ აღარ მოდის და ამიტომ აი ეს მაქსიმალური აი როგორ თქვა სწორი გზა, სადაც უსაფრთხოდ იქნები, ძალიან რთული დასაჭერი არის. თუმცა მეტნაკლებად მაინც შესაძლებელია, რომ ეს უსაფრთხოება, ეს ყოფითი ცხოვრება იქნება თუ რაც იქნება, დაცული იყოს. აი სიტყვაზე აი არც ერთი კოშკი არ დანგრეულა, მე როგორც მახსოვს რა ვიყავთ მათ, ანუ რას ნიშნავს, რომ ძველებმა უფრო კარგად იცოდნენ ბუნების ენა, ვიდრე ჩვენ. მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიაც წინ ვართ სადღაც კოსმოსში შეირნობთ, ხო? მაგრამ რეალობაში რომ ჩამოვდივართ თან ისეთ ქვეყნებში, როგორც ვთქვათ, ჩვენ ვართ, ანუ და ჩვენს გარშემო არის, არ არის, ესე ვთქვათ, როგორ გითხრა, აი არ ვფიქრობთ ამაზე რა, მე ცოტა ეს საზოგადოებრივ პრობლემას უფრო ხედავ და ამ მიმართულებით უფრო 100 წლის წინ ტიპმა იცოდა იმას, რომ მიშენებდა იმ კოშკს, რომ მე-12 საუკუნეში იცოდნენ, რომ აქ უსაფრთხო იყო. აი მაგალითი არის მყინვარწვერზე მეტეოსადგური 30-იან წლებში აშენდა. გარშემო ყველაფერი არის შეცვლილი. ანუ ის ადგილი, სადაც მეტეო ააშენეს, ანუ სწორად იგივე ააშენეს და დღეს აი არ მინდა ხომ სოფლების დასახელება, სადაც რაღაც ზოგმა სასტუმრო ჩადგა, ზოგმა ბიზნესი დაიწყო, პირდაპირ კალაპოტებში აღარა მდინარეზეა გადაფარებული რა და რა თქმა უნდა იმას რაღაცა მოუვა. აი მე ვფიქრობ ხოლმე და წეღანაც ვახსენეთ თუ რაღაცა გათვლადია, ასე ვთქვათ, დაახლოებით მაინც ხო, სად არის ზვავსაშიში და იგივე რაც შოუში მოხდა იმ მსგავსი ზონები, ხო შეიძლება რომ ეს მოსახლეობა რაღაცნაირად ევაკუირდეს და გამოვიყვანოთ და სხვაგან აი ისე ეკონომიკასთან და ისე ძალიან ძნელია რა. აი თბილისში გვაქვს ესეთი ადგილები, სადაც წესით არ უნდა ცხოვრობდნენ ადამიანები და არ უნდა იყოს შენობები. ძალიან ბევრი ესეთი პოინტია, სადაც არ შეიძლება, ანუ თან ყველას გვახსოვს დღევანდელი რეალობიდან, სად რა მოხდა და როგორ მოხდა, მაგრამ ნუ სამწუხაროდ არ უყურეს წყალდიდობის ზონა, მაგისი კარგი მაგალითი, ხო? რამდენი სახლი აშენდა იქ, სადაც წყალდიდობის მერე, სადაც ზოლპარკთან ორი უზარმაზარი კორპუსი აშენდა იქ, სადაც დაწბორილი იყო ყველაფერი, ხო? აბა დინოზავრები შვებოდნენ ეს რაღაცებს, ხო არ შვებოდნენ. უბრალოდ გადაშენდნენ. დინოზავრებს ბუნებრივად დაემართა და ჩვენ მე მგონი ჩვენ თვითონ ვიცით. კიდე ერთი მომენტია, რომ თქვენ სწორად ძანეთ, რომ ეკონომიკაო და აი რაღაც ეკონომისტივით გამომდის, მაგრამ აი საქართველოში არის 1070-ზე მეტი დასახლებული პუნქტი, წარმოიდგინეთ, 1070-ზე მეტი დასახლებული პუნქტი, რომელიც
გარემოს ეროვნული სააგენტოს მიხედვით იმყოფება მაღალი საფრთხის ქვეშ. ანუ საშუალო და დაბალ საფრთხეზე არ ვლაპარაკობ, მაღალ საფრთხეზე ვლაპარაკობ. ეს რა ტიპის საფრთხეზე? აი მაგალითად რაც მოხდა თუნდაც მეწყერსაშიში და ესეთი ზონები? ხო, აი რაც მოხდა რაჭაში, ხო, ახლა ან გურიაში რაც მოხდა. ორივე ეს ზონა იყო, აი ერთ ამ არის სპეციალური გეოლოგიური ბიულეტენი ქვია და შოვის ტრაგედიაც რაც მოხდა და გურიაში რაც ყველა ეს ობიექტი იყო აი ამ სიაში რო წარმოიდგინოთ. ესეც საქართველოში გვაქვს 1070-ზე მეტი და რატო უმეტეს შემთხვევაში აი რაც ითქვა ეს არის რომ ტრადიციული ცოდნა ჩვენი წინაპრების წარე გამოცდილებით მიღებული ცოდნა პრაქტიკა არის რეალურად. დიახ, იმიტომ რომ ათასობით წელი ცხოვრობს ჩვენი წინაპარი განსაკუთრებით მთაში, ხა მთა არის ყველაზე ექსტრემალური გარემო, სადაც თუ ერთი პატარა შეცდომა მოგივიდა ძალიან ადვილად შეიძლება დაიღუპო, ხო, დაინგრეს სახკარი, ან დაკარგოს არჩევსაბადებელი და შიმშილით მოკვდეს სხვა თუ არაფერი ადამიანი, ხო? ძალიან თხილად უნდა იყო და ეს ჩვენმა წინაპრებმა თავისი სისხლით და სიცოცხლის ხარჯზე ისწავლეს ეს ყველაფერი და მე ეს საბჭოთა პერიოდი იყო და ეს უწებ ეს ცოდნა დაიკარგა, აი თუნდაც სვანეთი აიღეთ, თუშეთის მაგალითი აიღეთ, ხევსურეთის მაგალითი, როდესაც აი ეს რაღაც ბარში არსებული სახლები, მსგავსი სახლები რო შენდებოდა სოფლებში, ხო, ეს რაღაც დიდი ფართე გადახურვით. ხო, ფართე გადახურვით. ჩაქონდა პირდაპირ ეს ვეღარ გაუძლო მე და მეც მახსოვს 80-იანი წლები მე ეს ეკომიგრანტები ზოგი გარდაბანში ჩამოასახლეს და ზოგი ლენტეხის რაიონში რა ამბავი იყო და რატო? იმიტომ რომ აი ეს საბჭოთა ხელისუფლებამ აი თუშების მაგალითი რო აიღო მოკიდა ხელი ამ თემს რომელიც იქ ცხოვრობდა და იცოდა როგორ უნდა ეცხოვრა, დაუნგრია თავისი ცხოვრების ნირი მთლიანად და რაღაც ზოგი ბარში ჩამოასახლა, ზოგს ხელი ააღებინა ამ თქვათ ტრადიციულ ცხოვრების ნირზე და ბუნებრივია ეს ცოდნა უნარები დაიკარგა, იმიტომ რომ ხა მამიდან შულზე აღარ გადავიდა ეს ცოდნა და არც უნდა გაიკვირდეს რომ მე ვიღაცა ხეობაში აშენებს ხო, მაგრამ მარტო ცოდნით რამდენად შესაძლებელია რომ გაუმკლავდეს ის მთის მოსახლეობა ამ აი გამკლავებაზე არ არის, აქ არის თავის არიდებაზე რა, იმიტომ რომ ეს საფრთხეები რაც არსებობს და ეს რისკები რაც არის დღეს ჩვენ დღევანდელობაში, ხო, აი წეგან როგორც თქვით, ანუ ფაზა არის ესეთი, ხო, ანუ დედამიწაზე მარტო ჩვენთან ხო არ ყველგან აქტიურია, ყველაფერი აქტიური არის და თან წინასწარ ვერ გათვლი, სად რა მიწისძვრები რო ავიღოთ რა, ანუ როდის სად რა იქნება, არავინ არ იცის, ხო? ანუ აი გორი მაგალითად ისტორიულად რომელიღაცა შუა საუკუნეების აქეთ იყო ხო, მე მგონი დაინგრა, ხო? მაგ არ ვიცოდი. ანუ გორელებზე რო არ ნათქვამი რომ შუა გზაზე დადიანო, მაგით არის რა. ცოტა აქეთ იყო კიდე რა. ანუ იმის აი ვარძიის მაგალითი, ხო? ანუ ესე რომ მიწისძვრა მოხდა, ჩამოიშალა და მე ყველამ დაინახა თუ გამოჩნდა თუ როგორც არის რა. ანუ იმის თქმა უნდა, რომ აი საქართველოს აი მაგ თემასაც რო შევეხოთ, სეისმურად აქტიურ ზონაში ვართ. ანუ კავკასიონი გაქვს რამდენი მძინარი ვულკანია, ხო, ჩვენს გარშემო. ესეც გასათვალისწინებელია, აი რაჭის მაგალითი. ანუ არც მაგას არ ვითვალისწინებთ, ანუ ისევ იმ ყოფასთან მივდივართ და იმ კომფორტთან და იმ რაღაცა ყოფით ცხოვრებასთან, რაც სამწუხაროდ შეჩოვლები ვარ და მეც მინდა, რა თქმა უნდა, ისე კონდიციონერი ზაფხულში რა. და ამას ვერ გავუვარ და აი მოსაძებნი არის, აი რაღაცნაირი ოქროს შუალედი, რავი, შეიძლება ჩვენ შემდეგ თაობას კონდეს ეგ, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს ფაქტია რა და არც ესეთ პირი არ უჩანს, რომ სხვებს ექნებათ, ანუ რაღაცა დიდი უნდა მოხდეს, რომ მე ისევ საღაციდან დაიწყოს ისევ ასე ვთქვათ აშენება რა და რთულია, ძალიან რთულია, იგივე აი ბახმაროს მაგალითი არის რა, რომ ბავშვობაში ხშირად დავდიოდი, სუხი სახლები იყო, სუნთქავდა, ეს ნისლი შემოვიდა, დღესაც მახსოვს, მაგრამ დღეს უკვე ბეტონი წამოვიდა, აგური წამოვიდა, აღარ ითვალისწინებენ, კი, თანამედროვე ტექნოლოგია იძლევა საშუალებას, რომ ეს რაღაცა ნესტი შეინახოს თუ რაღაცა, მაგრამ ხე როგორც ინახავს, ეგრე არ ინახავს, ხო, არაფერი. და აი ეს ყველაფერი რეალობაში რო ჩამოგაქვს, ну ფაქტია რომ მე პრობლემის წინაშე დგები რა, ანუ ძალიან ისეთი მაგრამ აი თუნდაც შოვის შემთხვევაში, ანუ მე რა საკითხის ამოწურვა მინდა იცით, შოუზე ვთქვით რომ ნუ დაახლოებით ვიცოდით რომ რაღაც მოხდებოდა, ხო? მან
სხვა რა გამოსავალი იყო გარდა იმისა, რომ ეს ხალხი გამოგვიყვანა იქიდან, ხო? 1070 დასახლებულ პუნქტში ვიცით, რომ რაღაც მოხდება. აი ჩემი კოლეგეიც და ამ ბოლო წლებია მე ძალიან ინტენსიურად მუშაობ ტყის ხანძრების თემაზე. რა ეს ერთად ახალი თემაა საქართველოში. აი ძალიან ისეთია ჩემთვის რა ესეთი. ხო, არ იყო ჩვენთვის პრობლემა არ იყო საქართველოსთვის, მაგრამ ნელ-ნელა და მათ შორის ჩვენი რეგიონზე დიდი პრობლემა არა. კლიმატის ცვლილების ფონზე ძალიან აქტუალური თემა ხდება და ძალიან ბევრი ექსპერტია, რომელიც გვეხმარება ამ საქმეში განსაკუთრებით ამერიკელები დიდი გამოცდილება აქვთ, აი კალიფორნიის ხანძრები ხო ყველას გაუქმება. სეზონების მიხედვით და აღმოსავლეთ სანაპიროზეც. ახლა ბოდიში რომ დავაზუსტოთ, ანუ კლიმატის ცვლილებასთან არის კავშირში ეს ხანძრების მომატება, იმიტომ რომ ტენიანობა ნაკლებია, ხო? სითბო რას ტენის რაოდენობა იკლებს, სითბოს რაოდენობა იმატებს, შრება, გვალვების რაოდენობა იზრდება, როდესაც აი 3 წლის წინ თბილისის გარშემო როგორ არ გადაიბუგა ყველაფერი მე არ ვიცი. ერთი მწვანე ფოთოლს ვერ ნახავდი აგვისტოში, ისეთი გვალვა იყო და ისეთი გადამხმარე იყო ყველაფერი. ანუ თვითაალება ხდება ამ ყველაფრის. თან თუ ვიღაცამ ნარჩენები. კი და პატარა გაუფრთხილებლობა და შეიძლება ძალიან ადვილად აბრიალდეს და ეს კალხი სულ მაგას ეძახი გვეუბნებიან, რომ ყველაფერი გათვალეთ იმაზე, რომ თუ მოხდება რა გააკეთოთ კი არა, როცა მოხდება რა გააკეთოთ. იმის იმედზე მივიქნებით, რომ არ მოხდება, აუცილებლად მოხდება. აი ესე აი ამ თანამედროვე რისკების მართვა და საფრთხეების მართვა, კატასტროფების მართვა, ეს არის აი კონცეფცია, აი პარადიგმის ცვლილებაზე რომ ლაპარაკობ, ჩვენ მაგას უნდა შევაჩვიოთ, რომ ეს აუცილებლად მოხდება. რეალობა გახდა ფაქტი. რეალობა გახდა დიახ და ამ სამწუხაროდ ამას უნდა შევაჩვიოთ, რომ აი მოვემზადოთ ამ ახალი სიტუაციისთვის, და აი ხა ეს ტყის ხანძრები ტიპიური მაგალითად ცოტა ეკოლოგიაში რომ შევიჭრათ ეს ნახეთ ძალიან მარტივად რომ შევხედოთ ამ თემას. ტყეებს აქვს თავიანთი მოთხოვნა იმ ნალექების და სითბოს თვალსაზრისით. ახლა აი მთაში რო ავდივართ, შეგიმჩნევიათ ალბათ რაღაც ეტაპზე ტყე მთავრდება და მერე იწყება ალპური, სუბალპური ზონა, ხო? აი საზღვარს ეძახიან ტყის, საზღვარს ეძახიან. დათბობასთან ერთად ეს ზღვარი ზემოთ იწევს, დიახ, იმიტომ რომ სითბის მოყვარული მცენარეები უფრო მეტ სივრცეს იკავებენ. ფოტოშოპში შეიცვალა. კი, ძალიან. ანუ სადაც არ იყო, იქ უკვე მცენარეებია, ბუჩქები და რაღაცები. და ასევე არის ძალიან კრიტიკული ტენი. ტენის რაოდენობა, ანუ ნალექების რაოდენობა და თბილისი, ახლა კლიმატურად თქვენ რო ნახოთ, თბილისი არის ზონაში, სადაც საშუალო წლიური ნალექების მაჩვენებელი არის 550-600 მილიმეტრი. ეს რას ნიშნავს, რომ მთელი წლის განმავლობაში თუ დათვლი, რამდენი ნალექი მოდის თოვლის, წვიმის და ასე შემდეგ, გამოდის დაახლოებით 550-600 მილიმეტრი. ეს პარამეტრი ძალიან ახლოს არის, კრიტიკულად ახლოს არის ფოთლოვანი ტყეებისთვის. ანუ აი ამ 600 მილიმეტრზე ქვემოთ რო ჩამოდის ნალექების მაჩვენებელი, ფოთლოვანი ტყეების ჩანაცვლება ხდება სხვა ტიპის მცენარეულობით. ხო, იმიტომ რომ შესაბამისად, თუ ჩვენ კლიმატი შეგვეცვალა თბილისის გარშემო მაგალითად, აღმოსავლეთ საქართველოს მშრალია, დასავლეთის ნალექები ბევრია. აღმოსავლეთ საქართველოს ჩვენ თუ ნალექების რაოდენობა შეგვემცირდა, ხა პროგნოზის მიხედვით ჯერჯერობით უახლოეს 50 წელიწადში ალბათ გადავრჩებით, მაგრამ მაინც გვალვების რაოდენობა იზრდება. აი ეს ტყეები შეიძლება ძალიან ადვილად დაზიანდეს, განსაკუთრებით ტყის ხანძარი თუ განვითარდა, უცებ გადაიწვება ყველაფერი და მერე აღდგენა ტყეს ძალიან გაუჭირდება იმ ფორმით, რა ფორმითაც გვაქვს. სხვა ტიპის ცენოზე ჩამოყალიბდება, ანუ ეს კი არ გაქრება, მაგრამ გვექნება ნახევრად ბუჩქარი, ნახევრად სტეპი, ან თქვათ შეიძლება ნათელი ტყე გაჩნდეს. აი მაგის ცოცხალი მაგალითი არის, აგერ დავით გარეჯი და ვაშოვანი თავის დროზე ტყე იყო მანდ. დავით გარეჯიც? ფრიანად რაც ახლა უდაბნოა, რა თქმა უნდა. ახლა აი რამდენი ხნის პროცესია გარშემო გექნება ესეთი ნახევრად უდაბნოს ტყეები კი აღარ გვექნება, ეს ნახევრად უდაბნოს ეკოსისტემა გვექნება. მთაში შეიძლება შეიცვალოს და თბილისის სუფთა წყალს, წევან ვსაუბრობთ, თბილისის სუფთა წყალს იგებს ფშაო-ხევსურეთის ეროვნული პარკიდან. საქართველოს მოსახლეობის ნახევარი ჩათვალეთ, ვართ კი მილიონ ნახევარი ცხოვრობს თბილისში. პლუს რუსთავი იღებს სუფთა წყალს ფშაო-ხევსურეთის ეროვნული პარკიდან. ჟინვალჰესი. ბათუმი რო ავიღოთ, ბათუმი იღებს ტირავადან
ხო? რომლებიც შეიძლება დააშრეს. თუ ის ეკოსისტემა შეიცვალა და სხვა ტიპის ეკოსისტემა და ეს ადვილად შეიძლება მოხდეს, აი თქვა ხანძარი გამოხდა, დაიწვა, ხო? აქ ბუჩქნარი ჩამოყალიბდება, ეს ახალი ეკოსისტემა იქნება, იქ ახალი სახეობები დასახლდებიან, ჩვენ რა იგრძნობენ თავს. ჩვენ დავრჩევით ზღვის გარეშე. ჩვენ ვიდარდოთ, ხო, მაგ სიტუაციაში, ხო? მაშინ უნდა აი როგორც ბრძანა უნდა აშენდეს რაღაც უზარმაზარი ქარხანა, რომლის ღირებულება შეიძლება იყოს 1 მილიარდი დაახლოებით იმისთვის, რომ გაასუფთავო წყალი, მაგალითად ტყვის წყალი და მოსახლეობას მიაწოდო წყალი სამეურნეო თუნდაც, კაი, არ დალეო, მაგრამ თქვათ რაღაცისთვის გამოიყენებს სარეცხის გასარეცხად. აი ევროპაშიც ესეთი ფუნება რა ჩვენ გვაქვს ძალიან ცოტა ქვეყანასაა, ხო. და როგორ ვერ ვფრთხილდებით. ანუ წარმოიდგინოთ აზერბაიჯანის მოსახლეობის 90%-იან მტკვარზე არის დამოკიდებული. ესე ასუფთავებენ და რაც ნუ იქ მინგეჩაურის წყალსაცავია, რომელიც ბიოლოგიური გზით ასუფთავებს ამ დაბინძურებულ წყალს. აზერბაიჯანში ჩვენგან მიდის თან. რა თქმა უნდა, ჩვენგან მიდის ეს დაბინძურებული წყალი და ესეა მთელი მსოფლიო. აი დუნაი რო აიღო, მდინარე დუნაი, რომელსაც იყენებს ავსტრია, იყენებს ბალკანეთის ქვეყნები, იყენებს რუმინეთი და ნუ ერთი ქვეყნიდან წყალი მიდის მეორეში, მეორედან მესამეში და თქვენი წყალს მოსახლეობას კი ვეღარ მიაწოდით სასმელს, თუ არ გაწმინდა არ გაასუფთავეთ და მაღალ დონეზე არ გაწმინდა, იმიტომ რომ იქ ინდუსტრია, იქ საყოფაცხოვრებო ნარჩენი შეიძლება მოხდეს, იქ რაღაცა ჩავარდეს და აიღუპოს და ასე ისე, გაწმინდო, გაასუფთავო მაღალ სტანდარტზე. ჩვენ გვაქვს ეგეთი ფუფუნება საქართველოში, რომ არის ესეთი აგერ მეგაპოლისის გვერდზე უზარმაზარი დაცული ტერიტორია და სულთა წყალი მოგდის ფაქტიურად უმაღლეს ხარისხის, მაგრამ უმეტეს ქვეყნებს ეგეთი ფუფუნება არ აქვს. მაგიტო არ მომწონს ხოლმე, როდესაც ხშირად საუბარი მიდის იქით, რომ აი თითქოს უნდა ავირჩიოთ ეკონომიკა თუ ეკოლოგია აი ამ შორის და არ გამოვა ეგრე. ხო, რაღაცნაირად პარალელურად რო რეაქცია, ანუ ერთმანეთზე არის ყველაფერი ისე გადახლართული. ხო, მაგრამ აი რაღაცა არ უნდა გადავაწონინოთ მე ესე მგონია. რაღაცნაირად პარალელურად რო განვითარდეს არ შეიძლება. არ მოგატყუოთ, არ მინდა თქვენი მსმენელები ძალიან დავზაფრო. დედახოებთ. ხო, ძალიან, მაგრამ მე ძალიან სკეპტიკურად ვარ, მაგრამ ნუ მსოფლიო წავიდა ამ გზით, რომ არსებობს ეგრეთ წოდებული მდგრადი განვითარების კონცეფცია, რომელიც ეყრდნობა რას, რომ ჩვენ გამოვიყენოთ იმდენი რესურსი, რისი აღდგენაც სამყაროს შეუძლია. აი მაგალითად, გადავიდეთ მზის ენერგიაზე, ან ქარის ენერგიაზე, ნაკლები გამოვიყენოთ, ნახშირი და აი ეს რაღაცნაირად დავაბალანსოთ, ანუ რისი აღდგენაც ბუნებას შეუძლიათ, იმდენი რესურსი გამოვიყენოთ. ძალიან ბევრ კომფორტზე უნდა ვთქვა თუ არის ამ შემთხვევაში. შეიძლება კომფორტზეც ვთქვა თუ არის, მაგრამ ნუ აი რა ვიცი, ხა ძალიან მე მგონი მაგას ვერ ველევით ჩვენ, რომ რაღაცა. იცით ერთხელ 90-იან წლებში რაღაც სემინარში მონაწილეობდი, გაქანებული ენერგეტიკული კრიზისია თბილისში. სანთლიშუზე ხო, თებერვლის თვე არის. ანუ მე-9 ბლოკი აფეთქდა დენი არ არის. 24 საათში 1 საათი დენი მოდის და რაღაც კონფერენცია იყო და ჩავედი გერმანიაში განათებული ბედნიერად ზივართ და რაღაც შეხვედრა იყო და რაღაც ქალბატონი იყო იქაური მწვანეთა მოძრაობიდან და გამოვიდა რომ იცით რა აი ზუსტად მაგ ფილოსოფიით რომ აი ჩვენ ნაკლები რესურსი უნდა მოვიხმაროთ და საღამოს უნდა დენიო გამოვთოთ და სანთრის შუქზე წავიკითხოთ ციგნი ისე ხარიც ქალბატონი გეპოდი შევეცეთ საქართველოში ჩამომძანდით ზუსტად ერთ კვირაში მეუთხე მაგ იდეებისგან არაფერი არ დაგჭირდა თავში. იმიტომ რომ საშინელებაა დავერცხდი. ისე მაგაზე ხშირად გქონია მე საუბარი, რომ აი ზუსტად წყლის რესურსის დაზოგვაზე რა ერთ-ერთი ვიდეო ჩავწერე, რომ აი წყალი მოდით იქნება რაღაცა დავკეტოთ, როცა არ გჭირდება თუ რაღაც და ძალიან ბევრმა მომწერა, ჩვენი დასაკეტი უკვე დავკეტეთ და ჩასაქრობით ჩავაკეთოთ. და აი მაგამდე მისასვლელები ვართ, ეს აზროვნები ადამიანის ტვინის თემა არის რა, ანუ მაგას ჩვენ თვითონ უნდა მივხვდეთ და სამწუხაროდ ვერ ხვდებით და ბუნება მიგვახოდრებს. როცა მიგვახოდრებს, ცოტა გვიანი იყო შეიძლება რა. თუნდაც იგივე აი ნარჩენების თემაში, ხო? ეხლა ჩვენ ბავშვობაში კილას არავინ არ აგდებდა და რაღაცისთვის იყენებდნენ, ხო? პლასმასის ბოთლებსაც კი და ამ შემდეგ. რამდენად ხშირად გვხდება ხოლმე აი ეს ფოტოები მაქვს ნანახი შუა ჰიმალაებზე მიმობნეული ნაგავი. ეს მსოფლიო პრობლემა არის. ჰიმალაებს რაც შეეხება აი 8000-იანზე ყველა ხმარობს ამ ჟანგბადის ბალონებს რა.
ანუ ნაგავსაყრელიც არის ფაქტიურად რა რაღაცა ადგილები. თუმცა აი ალიასკაზე აი მაკინლერი ესე წვერვალი მან დრო იყო წევამსავროდ საპირფარეშოც კი შენი ზურგით არის ატარებელი, იმიტომ რომ არ შეიძლება უბრალოდ სადმე გახვიდე და ბუნებრივი რაღაცები გააკეთო. ანუ მაგამ უნდა მივიდეთ, ანუ კულტურა არის. ჩვენთან საქართველოში აი ჩემი გამოცდილებით ადრე ცოტა სხვანაირად ვიყავით, ანუ არ იყო ეს კულტურა, აი მე მქონია შემთხვევა, ყველგან ვიძახი ხოლმე მაგას, თეთრუნდიდან ესე ჩამოვიტანენ ერთი ტომარა, მე და ჩემი მეგობარი ვიყავით და იქ სოფელში ტიპს ვკითხე რა, გირდაზე იდგა სხვანი რომ აი მეთქი სად წავიღო თქო, აი სად რა ჩავაგდო გასმასოთ. არ დინარეს ჩავაგდე. ხო, ანუ ის დინარეში აგდებს, ანუ ის საკითხიც რთულია რომ იქ როცა ცხოვრობდა ნაგავსაყრელი არ არსებობს, რა ქნას იმანაც, ხო? მაგრამ კიდე უფრო დავამძიმოთ. ნაგავსაყრელზეც რო წავიდეს, არც ეგ არ არის ძალიან კარგი გამოსავალი. ხო, მაგრამ ანუ ხო უნდა მივიდეთ მაგამდე და ეს ნაბიჯ ხდება და დღეს ესე აღარ არის. ადრე თუ თქვათ, აი საბანაკეებს ვეძახდით, რომ ცოტა ისე იყო, ეხლა აღარა. ეს კიდე გამოიწვია, რომ ძალიან ბევრი უცხოელი ტურისტი ჩამოდის და მაგალითს გვაძლევს. აი ყოფილა შემთხვევა, როცა აი დადის და ალაგებს და იღებს. აი იგივე არ დავასახელებ ახლა კუთხეს, იყო შემთხვევა, რომ ძალიან ბევრი ნაგავი ერთ-ერთ მთაზე და მოდი წავიღოთ და რაღაცა ცხენებით და ეგო ჩემი ნაგავიო არ არისო რა. იმას არ ვერ ხვდება მაგდენს. გაგეპარა მაინც კუთხე მივხვდით რომელიც არის. ანუ არაო რა, ანუ ვერ გაიგო იმ ხო, ისე გამოტანა ძალიან რთულია. ჰიმალაებიც იმიტომ ახსენე, იქიდან ხდება საერთოდ მე ნარჩენების ყველა სადაც ესეთი ალპ ინდუსტრია არის და ტურისტული ინდუსტრია არსებობს, რა თქმა უნდა, მე რო ტურისტი მივყავს სადღაც, იქ ნაგავში თუ წავიყო, ნაკლები შემოსავალი მექნება, იმიტომ რომ იმას აღარ მომუნდება ჩემთან ჩამოსვლა და შესაბამისად, აი დაცული ტერიტორიები რაც არის, აი კილიმანჯარო იქნება თუ სადით რომელიმე ესეთი ცნობილი მთა კონტროლი ხდება. ანუ ისევ ალიასკას დაუბრუნდები უკანა გზაზე ნაგავი აგვიწონეს, რომ რა წონა იყო, რომ იქ რაღაც იმ ფორმულაში უნდა ყოფილიყო ჩამჯდარი, რომ იმაზე ნაკლები თუ იქნებოდა რაღაცა ვიეშმაკეთ რა ესე. ხო და დატოვე სადღაც. რაღაცა ვქენით და ჩვენთან ეს რა თქმა უნდა არ არსებობს, მაგრამ აი კიდევ გავიმეორებ, ნელ-ნელა ეს ახალი თაობა და რაღაცა ეს კულტურა შემოდის, რომ შენი ნაგავი უნდა ჩამოიტანო და იქ არ უნდა დატო. ჩამოიტანო კი არა, მე საერთოდ თბილისში მომაქვს ხოლმე, იმიტომ რომ ის რეგიონებიც კი ის სანამ მივა თავის დანიშნულების ადგილზე, იქამდე რამდენი რამეს გადის, ხო? ესეც თემა არის. და სად მიდის, ეგეც კიდე მეორე საკითხია. რო ბრუნდებით ხოლმე ჩვენი პიკაპი, როგორც წესი რამდენიმე ტომარა პლასტიკური ბოთლებით არის ხოლმე სავსე, როცა ეს შევაგროვებთ, ჩავყრით, მაგრამ იცით რა არის ახლა არსებობს ეგრეთ წოდებული კუზნეცის მრუდს ეძახიან ამას, რომელიც აღწერს დამოკიდებულებას საზოგადოების სიმდიდრესა და გარემოზე ზრუნვას შორის. და იქ არც ესე სასიამოვნო სურათია, რაღაც ეტაპზე როდესაც დიდრდება საზოგადოება, იწყება ზრუნვა გარემოზე. მაგრამ რაღაც სანამ კრიტიკულ დონეს არ მიაღწევს, ადამიანები სანამ ძალიან არ მდიდრდება, ხა მასიურად ვსაუბრობ, როდესაც თქვა 100 ადამიანი და 80 ასე იქცევა, თორე ყოველთვის არის რა თქმა უნდა შეგნებული ადამიანი ჩვენ გარშემო და რაც მეტი იქნება ესეთი ადამიანი უკეთესია ცხადია, მაგრამ ერთია, როდესაც შეგნებით და თქვა განათლება და ამას უდიდესი როლი აქვს განსაკუთრებით აი ბავშვებში, რომ აი ბავშვობიდან თავიდანვე ჩაუდო ბავშვ ტვინში, რომ არა ნარჩი ნაგვის გადაგდება არ შეიძლება, პლასმასის ბოთლის გადაგდება, ნამწვავის გადაგდება არ შეიძლება რაღაცა, მაგრამ უფრო მეტი ეფექტი აქვს ადამიანების გამდიდრებას, ასე რომ ვთქვათ. როდესაც ადამიანების საზოგადოება ხდება უფრო მდიდარი, მე რაც უფრო მდიდარია, მით მეტად იწყებს გარემოზე ზრუნვას. სამწუხარო ლოგიკა ეს არის, ხა რითია ეს სამწუხარო იმითი, რომ სანამ ძალიან არ გამდიდრდება საზოგადოება, გარემოზე ზრუნვას არ იწყებს. ხო, ამ გამდიდრების პროცესში უკვე იმხელა, ასე ვთქვათ, თავისი ნაკვალევი აქვს დატოვებული, რომ მე უკვე აი, რასაც ევროპელები ახლა და ჩვენი კოლეგები გვეუბნებიან, აი ჩვენი ტყეები, საქართველოს ტყეები რითია მათთვის საინტერესო, აი ესეთი შერეული ფოთლოვანი ტყეები ბუნებრივ მდგომარეობაში კავკასიის გარშემო 3000 კილომეტრს ასე წრეულ შემოხაზოთ, არსად აღარ არის დარჩენილი. მარტო კავკასიის რეგიონში გვაქვს ბუნებრივი ტყეები, რო წარმოიდგინოთ. და ჩვენ ტყეებში არის დაახლოებით 400-მდე სხვადასხვა მერქნული სახეობა.
ევროპის ტყეში რო შედიხარ, იქ არის 5-7 სახეობა, ბევრად უფრო ღარიბია. ხონდა ევროპასთან მთლიანად ჩვენთან ესე ხელოვნური ტყეებია. ხელოვნური ტყეებია, რატო? იმიტომ რომ ის იყო ბუნებრივი ტყე, ჩვენაირი ტყე იყო 2000 წლის წინ, მაგრამ მოიჭრა გაშენდა კერძო საკუთრებაშია ეს ტერიტორია და ადამიანი აშენებს ისეთ ტყეს, რომელიც სწრაფად გაიზრდება, ბევრ მერქანს მოგცემს და ისეთ სახეობას, რომელიც ნელა მუხას მაგალითად არ გდგავს. მას ჭირდება 200 წელი, რომ გაიზრდება და რგავს სიტყვაზე ფიჭს და რაღაცა ესეთ სახეობას, რომელიც სწრაფად იზრდება. ამიტომ არის რომ ეს ევროპული ტყეები, სადაც არის ზოგიერთ შემთხვევაში მესამეული ტყეებია ხელოვნური, ანუ ერთხელ მოიჭრა, მეორეჯერ, მესამეჯერ და გაშენდა. იქ არის ძალიან ღარიბი. სახეობების რაოდენობა არ იწოდა და იაპონიაში კიდევ ამას წინათ იყვნენ იაპონელი ჯგუფი იყო ექსპერტების ჩამოსული გარემოს დაცვის სამინისტროს შეხვედრა იყო და ორი სახეობა გვაქვს. წარმოიდგინეთ ტყეებში გვაქვს უმეტეს ტყეებში ორი სახეობა გვაქვს. ანუ იმ დროსაც ჩვენ გვაქვს 400. ჩვენ გვაქვს 400. და ამ რატო გვეხმარებოდა გერმანია და ნუ არ ვიცი აწერას დაგვეხმარება უკვე ცალკე თემაა, მაგრამ დაახლოებით ჩემი დათვლით აქვს სადღაც 200 მილიონ ევრომდე ინვესტირებული საქართველოს სატყეო სექტორში. ხა გერმანელები ამ ტყეს ვერ მოიკიდებენ ზუგზე და ვერცად ვერ წაიღებენ, ხო? მერქანი ჩვენზე მეტი აქვს და პირიქით აქეთ მოყედიან რამე რო იყოს. უფრთხილდებიან იმ უნიკალურ ეკოსისტემას, რომელიც გადარჩა. და გადარჩა რატო? იმიტომ გადარჩა ჩვენთან, რომ ჩვენ ეს ეკონომიკურად ისე სწრაფად არ გავზრდივართ, როგორც ევროპელები გაიზარდნენ. მათ გამდიდრდნენ, რაც მოსასპობი იყო, მოსპეს და ეხლა გარემოზე ზრუნავენ. ჰაერის ხარისხი ევროპაში ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ჩვენთან წყლის ხარისხი. თევზებს ეხლა აშენებენ მდინარეებში. რა თქმა უნდა, რეინი თუ მდინარე რეინში ეხლა 70-იან წლების, 80-იან წლებში თევზი არ ბინადრობდა, ეხლა შეგვიძლია თევზაო თევზი დაიჭირო, მაგრამ გამდიდრდნენ და ამის ხარჯზე. იგივე შეცდომა რო არ გავიმეოროთ ჩვენს ბუნებრივი რესურსების ხარჯზე არ გავამდიდრდეთ, თორე თუ იგივე გზით წავალთ, ეხლა ზოგიერთი პოლიტიკური პარტია რო იძახის, რომ ტყეების პრივატიზაცია მოვახდინოთ, აი ტყეების პრივატიზაციას მოახდინოთ და იგივე დამთავრდება. აბსოლუტურად იგივე დამთავრდება, ყველაფერი 50 წელიწადში გვექნება ხელოვნური ტყეები კავკასიაში და აღარ გვექნება ეს 400-ნაცვლად გვექნება 500. მაგიტომ ამბობ, რომ რაღაცნაირად ერთად რამდენჯერ გადაგუფრენია ვერტფრენი სვანეთში, რაჭაში, ანუ წინა რიგები რო ესეთი ლამაზად არის. ლამაზად იქეთ რო გადაიფრენ, იქ უკვე ესეთ მეჩხერი არის. ნაგავს რაც შეეხება, კიდე მინდა აღვნიშნო, ხშირად მიწევს თბილისის გარშემო ხან ველოსიპედ, მოკლედ ძალიან ბევრი ესეთი ადგილი გვაქვს. ძალიან ბევრი აი ესეთი სამშენებლო ნარჩენი არის. ძალიან ბევრი, იმდენად ბევრი, რომ ხანდახან აი ცოტა ესე დისკომფორტიც იქნება კონკრეტულად აი რაღაცა მონაკვეთებში და ესე ძალიან ესეთი თემა არის რა, ეს ინდუსტრია რაც უფრო მეტი შენდება, რაც უფრო მეტი კეთება, არის რაღაცა თქვა კანონში მოქცეული, მაგრამ ნახევარზე მეტი არალეგალური. ჩვენიდან გამომდინარე, არალეგალურად მიდის და ვინ სადაგდებს და ვინ სატყრის, არავინ არ იცის რა. და ეს კანონმდებლობა თითქოს რაღაცა და მიუახლოვდა ამ ასოცირების ხელშეკრულებით გვაქვს. მაგრამ ჩვენი პრობლემა არის აღსრულება ყველგან, თორე ისე კარგად ცხოვრობდება. ხო, კანონმდებლები გვაქვს დავარცხნილი, კი. ხო და ეს თემა არის, აი ტყეც იგივე ზუსტად რა, რომ და პრივატიზაციაც პრობლემაა, ისევ თბილისის გარშემო ტყეებს თუ ავიღებთ, ხო, სახლი გვაქვს ჩვენ, ახალდაბა რო არის ტყეც ახალდაბა და იქ ტყის საკმაოდ დიდი მასივია და ამას წინათ რეესტრში ვნახე და მთელი ეს მასივი გაყიდულია. თლიან თავიდან ბოლომდე ტყე არის და გაყიდულია, როგორც სასოფლო სამეურნეო მიწა და არ ვიცი რანაირად მოახერხა ამ ხალხმა იქ მაგის გაკეთება. ტიპიური ტყეა რა, ჩვეულებრივი ტყეა და ეს არ შეიძლება ხო ტყიანი არა, არ ეკონდემარება ტყე არც პრივატიზაციას, არც კერძო საკუთრებაში ტყე არ შეიძლება გადაეცოს საქართველოს კანონმდებლობით, მაგრამ ფაქტი სხვა არის. მიგიყვანთ თუ შემიძლია ნებისმიერ ადამიანს ჩვეულებრივი ტყეა და იქ აი სადაც ის მეწყერი მოხდა ეს კოჯორის გზაზე რო არის ჩამოწოლილი,
იმის აქეთ მხარეს ყნეთისკენ აი მთელი ის ფერდობი არის ფაქტიურად პრივატიზირებულია. გავა 20-30 წელიწადი მან და სულ ეს დღე გაიჩეხება და მე კიდევ რა როგორ არის პრაქტიკაში აი ხებს ახმობენ მაგალითად რა მე ჩემი თვალით მინახია ანუ სპეციალურად რაღაცა ხან გუდრონს უსხავენ რა ანუ ესე გახრეტილია ხოლმე ანუ ძალიან ცუდად ვექცევით ჩვენს გარემოს სადაც ცხოვრობს და რა თქმა უნდა დაგვიბრუნებს პასუხს თან ასმაგად ხო ფაქტია და მე გვიწევს ისე რომ თავში ხელისხმა რატო და როგორ და მე შეიძლება გვიანიც კი იყოს ხო და მე ხელოვნურად გაშენება ისე რამდენად შესაძლებელია რომ ეს ხელოვნურად ევროპაზე საუბრობდით გაშენება მიუახლოვდეს ხარისხობრივად იმას რაც ბუნებრივად იყოდეს ხაც ძალიან რთულია ურთულესი ამაგის გაკეთება შესაძლებელია თეორიულად მაგრამ კიდევ უფრო კვადრატში ურთულდება ეს საქმე კლიმატის ცვლილების ფონზე იმიტომ რომ ის ტყე რომელიც ეხლა ჩვენ გვაქვს მაგალითად თბილისის გარშემოაც არა მთაში არ აქვს მნიშვნელობა გარკვეულ კლიმატურ პირობებში ჩამოყალიბდა და მორგებულია იმ კლიმატზე და ის κλიმატი შეიცვალა სხვა კლიმატია ამიტომ იქ შეიძლება გაჩნდეს ტყე მაგრამ სხვანაირი ტყე გაჩნდეს ის დასრული არის და ეხლა ბავშვი რო წარმოიდგინო ხო და თან იგივენაირად ვეღარ გაიზრდება თუმცა ეხლა ეს აქეთ რო წამოვიდეს რაღაცა ნუშის კულტურა და რაღაცა დამუშავება კი დიდ რესურსს კი მოითხოვს მაგრამ რაღაცნაირად აი ხა რამოდენიმე დღის წინ ვიყავით მაინც თვალს უხარია რა წვანეთ რო ჩაასეს ხორბალიც და ისიც ამხარეში და რა ვიცი ხო მე ჩემკენ სოფელში რომ მივდივართ ხოლმე იქ არის ძალიან დიდ ტერიტორიაზე ნუში გაშენებული გარიყულა არის იქით ძეგლს რო გაცდებით იქ არის გაშენებული ძალიან დიდი რაოდენობის ნუში და აი ყოველ წელს მართლა აი წასვლა წამოსვლაზე მართლა ისე უხარია თვალს და აი რომ ლოცა რომ აი კარგად იყოს ნეტა ეს ნუში იმიტომ რომ თლიანად მინდვრებია მანდ და ზაფხულში ფაქტიურად გადამხმარია ის მინდვრები ისე იმიტომ რომ ტენიანობა ძალიან დაბალია და ახლა შეხედეთ ნახეთ რა სიტუაცია ნუში ძალიან კაი გადასარევი მშვენიერი მაგრამ ის არის ისეთ კლიმატურ გამხმარი რატო არის იმიტომ რომ მშრალი ზონაა იქ ხო იქ ნალექები ცოტა შესაბამისად რესურსი ჭირდება რა თქმა უნდა ჭირდება წყალი ეხლა რაც ხდება აი ამ შირაქის ველზე ნუშის იქ ყველგან მორწვა ჭირდება ისე გაგეხმება ესე იგი წყალი ჭირდება ჭაბურღილები ისეთ თემაა ვაშე იქ მარილის შემცველი წყალია და მთლად ვერ იყენებ ამიტომ იორია ერთადერთი რესურსი და ამ დროს ეს იური ბოლოში რო გადიხარ აი იქ აღარ რჩება არაფერი ხო ჭაჭუნასთან და იქ ვაშლოვანთან რომ მიდიხარ ასე ფეხს არ დაისველებ ისე გადახვალ ერთი მდინარის ერთი ბოლო და მეორეზე იმიტომ ერთი კაშხალი მეორე კაშხალი მესამე კაშხალი წყალსაცავი რაღაცა და თბილისის ზღვაცხოვი იორის ხო რა თქმა უნდა იორის დაგუბების შედეგად არის და ხუთი თუ სწორედ მახსოვს ხუთი სხვა წყალსაცავია მიორზე და ბოლოს აი ალაზანი როგორც არის ხოლმე აგვისტოში ხანდახანობით აი წნოვრისკენ იქით თუ გაივლით ალაზანი არის ხოლმე ერთი პატარა წყაროსავით არის რუსავით მოდის იმიტომ რომ სულ ხალხს ჭირდება ირიგაციისთვის ხო და თუ ეს გაგზელე ხო ეს პროცესი მეც წყალი გინდა თანის გავითვალისწინოთ მყინვარები აღარ არის დარბაზში მთაში ყინული დადნა წყალი ცოტა და ცოტა გახდება და მე რას აპირებ რაც დარჩა იმასაც წყავს და ბოლოში და ანუ იცით როგორ არის აი სულ მაგას ვამბობ რა მარტივი გამოსავალი ამ სიტუაციაში ყველაზე მარტივი საგამოსავალი იქნებოდა რომ აი 8 მილიარდიდან უცებ ჩამოვიდეთ 2 მილიარდამდე მაგასაც პლანეტა დაალაგებს ხო ნუ აი ყველაზე მარტივი გამოსავალი იქნებოდა მაგრამ ნუ სამწუხაროდ ეხლა თუ საბედნიეროდ რა ვიცი ხა თუ ამ ასტეროიდი არ ჩამოვარდა და აი ვირუსების თემა არის ფოთაშორის მან ხო ეგეც არის ერთ-ერთი თეორია ხო ისევე როგორც ეხლა წეღან აღარ მინდოდა მეთქვა მაგრამ მიუბრუნდები ამ ტრამპის თემას რაღაცა ეს პოლუსებზე და იმაზე რომ წავიდა იქ გრენლანდიაზე გადანაწილება ლაპარაკი რაღაცა ცუდად მენიშნა რომ ალბათ რაღაცა მაგას ელოდებიან რომ დადნეს ყველაფერი და მე რაღაცა ნუ ეხლა ეგ ვიცით რა არის ეს არის ტიპიური ბიზნეს მიდგომა ხო მაგას ხო და ნუ არ ვიცი ეხლა მანდ ერთი კარგი ხუმრობაა რა საერთოდ ადამიანებს ურჩევენ რომ მოდი ეხლა სუნთქვა შეწყვიტეო არის სუნთქვა და შეგვიძლია თქვენს გააკეთოთ ყველა ჩვენთაგან შეგვიძლია გავაკეთოთ შეწყვეტეთ სუნთქვა და დაიწყეთ თუ რამდენი ფული გაქვთ სად რამდენი ფული კიდევს ბანკში ანგარიშ თუ გაქვს რა
გარდა მოყუნთ ასე თქვა არ შეიძლება ამ დროს შეწყვიტო და ძალიან მალე მიხვდები სულ რაღაც 30 წამში მიხვდები რომ ფულს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თავი რომელსაც უნდავ თუ ვერ ჩაიზუნთქე იმ ფულს რომელიც ბანკში მილიონიც რო გედოს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს როგორ წავა კაცობრიობა ნახოთ იცით რა არის ეს ძალიან კარგი გარემოს დამცველი დევიდ ატენბორო ძალიან შეიძლება გაგიათ ახლა ჟურნალისტებს მით უმეტეს BBC-ის ლეგენდა ეს კაცი და ერთხელ ხუმრობით ნახევრად ხუმრობით ესეთი რამე თქვა რომ უსაშლო ეკონომიკური ზრდისო ჯერათო ეკონომისტებს და გიჟებსო და არ ვიცი ახლა მე მგონი სამყარო ახლა უფრო გიჟების ხელს შევედრა ეკონომისტებს მაგრამ რა ვიცი რა გითხრათ ნახოთ. აი გრენლანდია მაგალითად, ხო, იქ არის უზარმაზარი რესურსები, ნავთობის, ლითიუმის, გაზის უზარმაზარი რესურსია და იმიტომ მან დაინტერესებული ის ჯგუფი და უპირისპირდება მაგას მეორე ჯგუფი, რომელიც იძახის, რომ არა ეს გარემო უნდა შევინარჩუნოთ და 200-დან 300 მილიარდ დოლარის რესურსია ლაპარაკი და მეორე მხრივ არის რაღაც პატარა ჯგუფი ადამიანების გრეტა თუნბერგის თამადობით, რომლებიც იძახიან, რომ არა რა თქმა უნდა, იმათ უფრო მეტი ძალა აქვს და ზეგავლენა აქვს და ფულს შეუძლია იმ ყველაფრის ამოღება ჩვენ რომ რაღაცა მარტო სიკეთეს გვაძლევდეს და თითქმის რესურსი ამოწურვადია თან. ხო, მაგრამ თან ხო გვაზიანებს იქაც კიდე ამოვჩიშკნეთ კიდე ემისიები გავაფრქვიეთ, ანუ მარტო ერთი მხარე ხო არა აქვს, თორემ ეს თანახმოვ იქნებოდი, რომ კი ბატონო, მარტო თუ სიმდიდრე და კეთილდღეობა ამოვა, ხო, მაგრამ მას ხო თავის დაკავშირებული პროცესებია, რომლის მარტივად გადაწყვეტის გზები არ არსებობს. ან ხალხი უნდა, აი, დევდოროკის მაგალითი ავიღოთ, ხო, ადამიანები, რომლებიც ხელფასს იღებდნენ და ჩავედით გარემოს დამცველები ვეუბნებით ნუ აკეთებ ამას ხელფას ნუ აიღებ იქ თორე ჩამოვა მეწყერი და მოკლავს და ოჯახი ყავს არჩენი ხო ისა და თქვა რომ არა თავი დამანებე და მე შეიძლება მეც ესე მოვიქცე ანუ ძალიან ესეთი ყოფითი თემა არის რა ხო იმიტომ რომ იმ საფრთხეს ესე ხილულად ვერ ხედავ მაგრამ ხედავ იმ საფრთხეს რომ რაღაცა გონება ისეა რომ აი შენ არ დაგემართება რა ანუ ესე მარტივად რომ ვისაუბრო რა რომ აი ყველა მიცის ხო ანუ წეგანდელი მაგალითები რაც მოვიყვანეთ მაგრამ ხო, ეს განსაკუთრებით ქართველებს გჭირს რა, თუნდაც აი რაღაც საგზაო შემთხვევაში. ხო, რაღაც აი თუნდაც გზებზე ისევ რისკავთ, რომ აი მე არ მოყვები ავარიაში თუ რაღაც სხვა ყველა მოყვება და მე რა თქმა უნდა. ხო. თუმცა ეგ გლობალური ასე ვთქვათ ამოცანა სიხარბის თემაც არის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ადამიანს სიტყვაზე 100 მილიონი გაქვს, რაში გჭირდება კიდე 1 მილიარდი, ხო? ვერასდროს ვერ დახარჯავ იმ ფულს. მაგრამ ნუ ესეა სამყარო მოწყობილი და რა ვქნათ, ხა რეალობას თვალებში რო შევხედოთ, ეგ არის და ნუ ეხა მეორე მხრივ ისიც მესმის რომ ეხა ვთქვათ ის კაცია წარმოიდგინეთ ვიღაცა ჩინელი რომელიც 30 წლის წინ ბრინჯით იკვებებოდა და დღეს როგორც იქნა სამუშაო აქვს ფული გაუჩნდა რაღაცა და მე მოვედი და ვეუბნები არა მანქანა არ იყიდო გამონაბოლქვი იქნება CO2-ის რაოდენობა მოიმატებს ატმოსფეროში გლობალური დათბობა იქნება და ისევ ბრინჯზე იჯექი და არ უნდა. ახლა რაღაცა არც უნდა და სამართლიანიც არ არის ახლა შენ ამერიკელი რო ხარ ან ევროპელი ან რა ვიცი მე ხა ვიღაცა მთელ ცხოვრება კარგად ცხოვრობ და მე უცებ ვიშოვე 2 კაპიკი და მეუბნები ამიტომ აი თქვენ სწორად გვიწევენ პარადიგმა და ჩვენი აზროვნება არის შესაძლებელი, ცნობიერება შესაძლებელი. მე მარტივ გამოსავლებს ვერ ხედავ და მდგრადი განვითარების კონცეფციაც რაღაცაზე შეგხიდება, მაგრამ თუ არ ვიცი, არ მოხდა რაღაცა აი სერიოზული ტექნოლოგიური გარღვევა არ ვიცი როგორ იქნება რა. ან ტექნოლოგიური და ან თვითონ რაღაცა უნდა მოხდეს ისეთი რომ გაგვაბრუნოს. ხო, მაგრამ რაღაცა იმდენად ეს ხდება, ასე ვთქვათ, რაღაც პროგრესიით ეს კატაკლიზმები, რომ თითქოს ვეჩვევით რა იმ რაღაცას. ეგეც არის, კი ადამიანის ბუნება არის ესეთი, რომ ანუ ექსტრემალური სიტუაცია რო გაქვს, იმ ექსტრემალურ სიტუაციას ეგუები და მაქსიმალურად ოპტიმალურ გზას პოულობ გამოსავალს პოულობ, რომ იქიდან გამოხვიდე. თუმცა ჩვენ ამ შემთხვევაში ხელს უწყობთ ამ ექსტრემალურ სიტუაციას, რომ უფრო ექსტრემალური გახდეს. ფაქტი ეგ არის ხო, რაღაც აი დღევანდელი ბუნებრივი კანონზომიერებები არის შეტრიალებული, იცით, აი
არსებობს ესე ეგრეთ წოდებული ეკოლოგიური პირამიდა, ხო? აი ამ პირამიდაში რაც უფრო ზემოთ ადიხარ ორგანიზმი, რომელიც ფირადრობს აი ამ პირამიდის სათავეში, მათი რაოდენობა ყველაფრით იკვებება, ხო? აი ეს ზემოთ რაც არის, ხო? მათი რაოდენობა როგორც წესი ცოტა აი თუ აიღებთ მტაცებელ, მაგალითად დიდი მტაცებელ ფრინველებს თუ აიღებთ, მათი რომელიც პირამიდის წვერში არიან. მათი რაოდენობა ყოველთვის ცოტაა. ბევრია მტრედი, მაგრამ ცოტაა, თქვა არწივი, ხო, სულ რამდენიმე ლომი ცოტა შედარებით ნაკლებია, ვიდრე ანტილოპა. ტყეში მგელიც შედარებით ნაკლები უნდა იყოს, ვიდრე ირემი, თორე ეს მგელი ყველა ირემს შეჭამს და მაგით მე განაზომიერება. ხო, რა თქმა უნდა და ჩვენ კაცობრიობა ვართ ამოტრიალებულ მდგომარეობაში ვართ. ყველაზე ზემოთ ჩვენ ვართ და ამ დროს ყველაზე მეტი ჩვენ ვართ. აი წარმოიდგინეთ, აი როგორ ციფრებია ესეთ სოფლიოში რაც კი ფრინველია, დედამიწაზე რაც კი ფრინველია, ორი სახეობაა დომინირებს იმ ფრინველებიდან. ქათამი და ინდაური. რატო? იმიტომ რომ კაცობრიობა მოაშენა. და ძუძუმწოვრებს თუ აიღებთ, ძუძუმწოვრებს და ბიომასას თუ აიღებთ, აი დედამიწაზე ხო არის ათასობით სახეობა ძუძუმწოვრ დაწყებული მაიმუნებით, დამთავრებული დელფინებით და ვეშაპებით ოკეანეში, ხო? 95% ძუძუმწოვრების როაწონო დედამიწაზე არის ადამიანი და შინაური პიროტყვი. ეს არის ეგეთ სიტუაციაში ანუ ბალანსი გვაქვს ყველანაირად. ყველანაირი ბალანსი დავარღვიეთ და რაც თავარია ეს ცივილიზაცია გვაძლევს აი ამ დამცხელა ხო და ეს ცივილიზაცია გვაძლევს რა აი ამ გლობალური პრობლემების გადაწყვეტის მექანიზმებს გვაძლევს ბუნებრივი რეგულაციების სისტემები მოშლილია. კოვიდი იყო მაგის კარგი მაგალითი, ხო? არავის არ მოგვეწონა ახლა ვიჯექით საშინელ მდგომარეობაში, მაგრამ პანდემია იყო. პანდემია, რომელსაც ისტორიულად თუ ნახავთ შავი ჭირის პანდემიები ყველა ჯავრე. ხო, კაცობრიობას ანახევრებდა და მე მაშინდელი კაცობრიობა და დღევანდელი ხო, საბოლოო ჯამში, მაგრამ ანახევრებდა, ხო? და აქ ერთ წელიწადში კაცობრიობამ გაშიფრა კოვიდის გენომი, დაადგინა დამნაშავე ვინ იყო, ვაქცინა შექმნა, მოგწონს არ მოგწონს. ერთ წელიწადში, წელიწად ნახევარში ცივილიზაციამ ძალიან დიდი გლობალური პრობლემა მეტნაკლებად მოაყარა. ეგ გეგმაც ჩაშალა კაცობრიობა მას სამყაროს დაბალანსების. ეს ბუნებრივი რეგულაციის მექანიზმებიც აღარ მუშაობს, რა მართლა სანამ ასტეროიდი არ დაგეცემა, გახარ რა და ეხლა ეგეც მეორე მხრივ ცუდია, იმიტომ რომ მეტი და მეტი რესურსები გინდა, მეტი და მეტი რესურსები და ნუ აღარა აქ ამ დედა ახლა კარგი მაგალითია საშუალო ევროპელი და საშუალო ამერიკელი როგორც ცხოვრობს, ისე რომ იცხოვრობს თელმა დედამიწა, ყველა იმ 8 მილიარდმა, მაშინ გჭირდება 2-3 დედამიწა. ის ერთი კი არ გოყოფა, 2 ან 3 დედამიწა გვინდა. 2 ან 3 დედამიწა. აღარ არის ეს არ ვიცი ხა მარსზე თუ გავფრინდებით, რა ვიცი, ვერ გეტყვით, მაგრამ აი მე არ მინდა, მე არ ვაფრინდი. ხო, იქ მიწის ქვეშ მოგიწევს ცხოვრება და რა ვიცი ხა არ ვიცი, სასიამოვნო ადგილი არ უნდა იყოს მაინც და მაინც, ინტერესით სიამოვნებით გავფრინდებოდ ნახავთ იქ ევროპას, მაგრამ საცხოვრებლად მოკლედ ისევ ამ ჩვენს პლანეტას მივხედოთ, მე ესე მგონია, ცოტა ცნობიერება ავიმაღლოთ. ვარზე ნამყოფმა ასტრონავტებმა თქვეს ყველაზე დიდი სასწაულია რაც ვნახეთო, დედამიწას რო შევხედეთო, იქ მივხვდითო, რომ მასე კარგი არაფერი არ არის თორმე და ასე რომ იმას გაფრთხილება უნდა რა და თუ გაუფრთხილდებით და მართლა გონიერები ვართ და რაღაცა ცოტა ჭკუასაც დავატანთ, ალბათ გავალთ ფონს ნელ-ნელა, მაგრამ ნამდვილად. პირი არ უჩასო. ჩვენც მოკლედ ამ საქმეს ვემსახურებით, ჩვენი პატარა წვლილი შეგვაქვს, ჩვენი პოდკასტით, რომ რაღაცნაირად თითო ინდივიდის ცნობიერებით იქნებ ნელ-ნელა გავიდეთ რაღაცა შედეგებზე. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო საუბარი იყო, მნიშვნელოვანი, საჭირო რაც მთავარია და მე მგონი იმდენი რამე დაგვრჩა კიდე განსახილველი, რომ ერთხელ მე კიდე შევიკრიბოთ. მადლობა დიდი. მადლობა მოწვევით. გემშვიდობებით თქვენს შემდეგ ეპიზოდამდე. არ დაგავიწყდეთ ჩვენი YouTube არხის გამოწერა, ვიდეოს მოწონება და მოგწერეთ კომენტარები, თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე, ან კიდევ რომელი თემის განხილვა გსურთ. ნახვამდის, კარგად ბრძანდებოდეთ. რა ბრძანდება.